კრედიტის აღებასაც არ ვერიდებით, მთავარია სხვებს არ ჩამოვრჩეთ სოციალურ ქსელებში. დღევანდელი ვიდეოსთვის ორი თემა მაქვს შერჩეული, რადგან ორივე ძალიან საინტერესო თემა იყო ჩემთვის, როცა სოციალურ მედიას და ამ ფენომენს ეხება საქმე, როცა ვცდილობთ, რომ სხვის დასანახად რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ არ მგონია, რომ ცალ-ცალკე ამ თემებზე ორი ვიდეოს გაკეთება ღირდეს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვების დაბადების დღეები და ქორწილები ეს ორი თემა გავაერთიანო დღევანდელ ვიდეოში. რამოდენიმე საინტერესო ვიდეო მაქვს, რომლებსაც თქვენთან ერთად მინდა რომ ვუყურო და ვისაუბროთ ზოგადად ამ თემების შესახებ. ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდში ბავშვების თემატური დაბადების დღეები, რაც რა თქმა უნდა გასაკვირი თემა არ არის, ხო? ეს ძალიან სასიამოვნო, როცა შეგვიძლია რომ ბავშვებს რაღაც მსგავსი გავუკეთოთ, დავამახსოვროთ დაბადების დღეები და იქიდან გამომდინარე რა უყვართ ბავშვებს. ну, უმეტეს შემთხვევაში არის რაღაც სუპერგმირების თემები, დისნეი, პრინცესები. ვიცით ხომ, უმეტესწილად რაღაც მსგავსი თემების გარშემო ტრიალებს ხოლმე ბავშვების დაბადების დღეები, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. უბრალოდ ახლა ახალი ტრენდია სოციალურ მედიაში დამკვიდრებული, რომ ეს თემატური დაბადების დღეები ბავშვებისთვის კი არ კეთდება, არამედ სხვების დასანახად, ნახვების დასაგროვებლად, ლაიქების დასაგროვებლად. უბრალოდ ბავშვის დაბადების დღეს მიზეზად ვიყენებთ. ეს იყო ერთ-ერთი ვიდეო 1 წლის ბავშვის დაბადების დღისთვის, რაც ძალიან საინტერესოა, ამით გულწრფელად ვთქვათ, რომ 1 წლის 12 თვის ბავშვს წარმოდგენა არ აქვს აქ რა ხდება. და ეს ყველაფერი უფრო დედიკოსთვის და დედიკოს დაქალებისთვის არის. აი ეს ყვავილების თაიგული, ეს ამდენი დეკორაცია, სამსართულიანი ტორტი 1 წლის ბავშვის დაბადების დღესთვის. ხომ ზუსტად ვიცით, რომ აქ 1 წლის ბავშვი ვერაფრით ვერ გაერთობა. არ არის უბრალოდ 1 წლის ბავშვისთვის არაფერი ისეთი აქ, რაზეც შეიძლება რომ რამოდენიმე საათი მაინც ბავშვი დააინტერესო ამ ყველაფერით. თემა ის არის, რომ ბავშვის ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს, ანუ 1 წლის დაბადების დღეს აღნიშნავ თუ 6 წლის ბავშვს, რომელსაც უკვე მართლა ესმის ეს პრინცესების თემები და ამბები და სხვა მულტფილმები აქვს უკვე ნანახი და მართლა არის ამ ყველაფრით დაინტერესებული. ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დედა როგორ გეგმავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სავარაუდოდ 1 წლის ბავშვი ამდენი რაღაცის ნახვის შემდეგ 15 წუთში დაიძინებს, იმიტომ რომ შუა დღის ძილის დრო მოუწევს და გამოტოვებს რეალურად 70% ამ ყველაფრის, მაგრამ იმდენად არის ყველაფერი გადატანილი იმაზე, რომ თავარია ლამაზი ესთეტიური ვიდეო ჩაიწეროს TikTok-ისთვის. 1 წლის და 2 წლის ბავშვები აქ რაღაცით გაერთობიან თუ არა? მაგას ამ წუთას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ, თუნდაც 1 წლის ბავშვისთვისაც, ეს პრინცესების და დისნეის და სუპერგმირების და ეს თემები ასე თუ ისე მაინც საბავშვო თემაა, ესეც ბავშვია და შეიძლება გავიგოთ ეს ყველაფერი, ხო? შემდეგი საფეხური არის, როცა საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს დაბადების დღის თემას 2, 3, 4, 5 წლის ბავშვებთან. აი, არაფერი. 100%-ით ეძღვნება სოციალურ მედიაში გამოსაკუთვნებელი კონტენტის მომზადებას და ამისთვის ბავშვის დაბადების დღის გამოყენებას. ასეთი თემა არის მაგალითად ათლეტების კლუბის თემა 2-3 წლის ბავშვების დაბადების დღისთვის. Come with me to an athletic club themed kids birthday party. When I first walked in, I noticed all the pink and green, and this color combo is seriously my favorite. The photo backdrop was so beautiful. I loved the inflatable cars, and the decal made such a beautiful detail. There were tons of kids tables everywhere, and the decor was so cute. They had the most refreshing smoothie bar and also a cocktail bar with custom cups and drinksters. And here is the party queen herself. Macy seriously knows how to throw a party, y'all. They also had a section for mini golf. This was so fun for families and kids. One of my favorite details has to be the custom merch. I mean, this was seriously so epic. They had custom candy and chips that went with the theme and even clothing. They also had this visor area where you could customize your hat, and it was seriously so fun. For food, they had these grazing stations set up where guests could grab and go. Everything was so cute and on theme, even down to the basket and liners. They also had a photo booth where guests could take pictures. The balloon backdrop is seriously so epic. They also had a braid bar where you could go get your hair styled, and of course they had a bounce house, which is always a hit. They also had 2 activities for kids where you could decorate your own bow and hat. Then it was time to sing and celebrate Sweet Thea. This party was seriously so perfect down to every single detail. ათლეტების კლუბის თემა, სადაც ამ გოგონას ბავშვს წარმოდგენა არ აქვს, რეალურად რა ხდება მის გარშემო. ერთადერთი რაც აინტერესებს ამ ასაკში თავის დაბადების დღეზე არის რითი გაერთობა თავის მეგობრებთან ერთად, ეს რომ იხტუნავენ ერთად, რაღაცებს მოკარგავენ ერთად, ტორტი. აი, ერთადერთი ეს იყო რაც ამ ბავშვს აინტერესებდა. მინი გოლფის მოედანი. მოდით ვთქვათ, რომ იუბილარისთვის ნამდვილად არ იყო, ხო? და ეს არის ახლა თემა. ყოველი მეორე ვიდეო არის ამ ვარდისფერი მწვანე ფერებით, იმიტომ რომ ეხლა ეს ტრენდული ფერებია.
იქ არ აქვს მნიშვნელობა ამ პატარას თქვათ, რომელია მის ფავორიტი პრინცესა და აქედან გამომდინარე რომელი ფერებია მისთვის ფავორიტი, რომელია მისი საყვარელი გმირები. არა, ამ წუთას არის ათლეტების კლუბი, მოდური თემა და შესაბამისად დაბადების დღეც ამას უნდა მიეძღვნეს. აი, აქაც იგივე თემა არის, ეს კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ იქ ბავშვი ცოტა 4-5 წლის მაინც იყო. ეს არის პირველი დაბადების დღე, 1 წლის გახდა და დაბადების დღის თემა 1 წლის ბავშვისთვის არის ტენისი. ამ ბავშვს დამოუკიდებლად სიარული საერთოდ შეუძლია ჯერ. არ ვიცი, შეხედეთ, რას ხედავთ აქ ისეთს, რაზეც შეიძლება რომ 1-2 საათი მაინც აი რაღაცით გაართო თავის მეგობრებთან ერთად. დეკორი, ლამაზი ფერები, ყველაფერი ესთეტიურად მოწყობილი, კარგად გამოვიდეს ფოტოში, კარგად გამოვიდეს ვიდეოში, კარგად გამოჩნდეს სოციალურ მედიაში. და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიღებთ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ლამაზად გამოიყურება, რომ ნუ ხა 1 წლის ბავშვი როგორ გინდა ის ლამაზად მორთული სკამები და მაგიდები დანაჩანგლით 1 წლის ბავშვისთვის. აი 5 წუთი ალბათ ვერც გაძლებს ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ 1 წლის ბავშვებზე ვსაუბრობთ. ამიტომ რა თქმა უნდა წინასწარ ვიღებთ ამ ყველაფერს Instagram-ისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ აი წარმოდგენა არ აქვს ახლა ამ 1 წლის ბავშვს აქ რა ხდება და სასწაული ამბავი დატრიალდება მაგ დეკორზე, მაგიდაზე, ზუსტად 5 წუთში. ანუ თავარია თემა იყოს ის, რაც ამ წუთას ტრენდულია. ამ წუთას კიდევ მაგალითად ტრენდული არის Taylor Swift. და არ აქვს მნიშვნელობა შენი შვილი რამდენი წლის გახდა, მაგალითად აქ გვაქვს 5 წლის ბავშვის დაბადების დღე, რომელსაც წესით Taylor Swift-ის მუსიკასთან არაფერი არ უნდა ქონდეს საერთო და Taylor Swift-ის ერას ტური არის ახლა ძალიან პოპულარული, რაც 5 წლის ბავშვისთვის ნამდვილად არ არის, მუსიკა რომელსაც Taylor-ი წერს 5 წლის ბავშვისთვის არ არის, სიმღერები ყოფილებზე, დაშორებაზე, გულის ტკივილზე და ასე, ანუ არაფერი არ აქვს ამას საერთო 5 წლის გოგოსთან. ხო ესეა? ტერმინოლოგია და ტექსტი და ყველაფერი, რასაც Taylor-ი თავის სიმღერებში, ტექსტებში იყენებს და მუსიკაში აიღებს, 5 წლის ბავშვისთვის არაფერი არ არის, მაგრამ დედიგოსთვის არის. ამიტომ შესაბამისად 5 წლის გოგოს დაბადების დღეც ეძღვნება Taylor Swift-ს. Let's set up for my daughter's Taylor Swift-inspired 5th birthday party. We named this party Quinlan's Eras Tour after my daughter, but since Taylor Swift has 10 different eras, I wanted to solely focus on the top 3 that matched her girly personality. And I could not get over how well this cotton candy bounce house matched the Lover's Era. Next, we wheeled in the stage and added vinyl to both that and the blank backdrop. Since I hosted it at a venue, we had a quick 3.5-hour window to set up, so we had hands moving around to each area. Then we began setting up the table. I got these table runners in 3 colors off of Amazon and organically placed them down the middle. We added the cake, her personalized acrylic topper, and the DIY flowers I made. Each guest got their own personalized disco ball nameplate and a disco cup. We also added album-inspired cupcakes and illustrations of my daughter to the table. Plus, of course, pink chairs. I then filled up a clothing rack with costumes and her own merch that each girl would get to take home, just like a concert. Lusher arrived next with quite the statement showcase of balloons for the Lovers area, and what's really cool is you can now get their DIY version of this off their website. Then the disco ball was hung, which was a last-minute decision I'm so glad I made. Afterwards, it was on to the Red Era section where I had the Red Glasses 4 vinyl placed. We hung the happy birthday neon sign and added a marquee letter 5. Here I DIY'd my own florals, made red candy assortments, placed this red table sign, and added guitar drink holders and cute friendship bracelets. Just then, Sharky's Addison got there to set up the glam station while we finished up the Midnights area. We hung up this custom pre-purchased fringe wall that was so easy to install and laid the Midnights clock vinyl on the floor. Lastly, here I set out all the treats in these personalized favor bags with each child's name on them. Now we're ready to party, so stay tuned to see how this party turned out. დეკორი ჭერში, დეკორი კედლებზე, დეკორი მაგიდაზე, დეკორი იატაკზე. 5 წლის გოგონებისთვის, რომლებიც ერთად შეიკრიბებიან ახლა დაბადების დღეზე, ერთადერთი გასართობი მე მგონი ის სახტუნაო რაღაც რო გავერეს, მე მგონი ერთი ეგ იყო, ხო? რა თქმა უნდა, გემრიელი სასწაულები კი ბატონო. სხვა ყველაფერი იყო ისეთი, რასაც არ შეეხო გაფუჭდა. არ შეეხო ჩამოვარდება. დადეგი ფოტოს გადაგიღებ ხელს ნუ მოგიდებ. აი 5 წლის ბავშვის დაბადების დღეზე. მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს დაბადების დღე იყო დედიკოსთვის და დედიკოს დაქალებისთვის და ამას 5 წლის ბავშვთან არაფერი არ აქვს საერთო, მაგრამ დედიკოს წელიწადში ერთხელ აქვს დაბადების დღე და თავისი დაბადების დღის კონტენტი წელს ატვირთა უკვე და სჭირდება კიდე რაღაც მასალა რა ვქნათ? ნუ ბავშვის დაბადების დღე მოდის. ბავშვი შეიძლება პრინცესები მოსწონდეს და რაღაცა დისნეის მულტფილმები, მაგრამ ეხლა Taylor Swift-ი არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა და ეს დააგროვებს ნახვებს. თან შეგვიძლია რომ ვარდისფერი ფერები გამოვიყენოთ, რომ მისთვისაც რაღაცა იყოს, მაგრამ დანარჩენი არის აბა მე რა გავაკეთე, აბა მე რა შემიძლია და ნუ მე მიმდინარეობს კომენტარებში ძირთად განხილვები.
მშობლებს აქვთ ძირითადად განხილვები, რომ ეს არ იყიდე, ეს რა ღირს, ამას არ ვიყიდი, ეს ძალიან ძვირია, მე ამდენს ვერ შევძლებ და თემები, რომ მე ბავშვებიც რა თქმა უნდა ერთმანეთში არჩევენ ამ ყველაფერს. შემდეგ სკოლაშიც პირველი სალაპარაკო თემა არის, რომ იმას ეს დეკორი ქონდა, იმის დაბადების დღის თემა ეს იყო და ვის დედას უფრო მაგარი დეკორი ქონდა დაბადების დღისთვის. როგორც ხვდებით, ბულინგისთვის ერთ-ერთი ესეთი ხელსაყრელი თემა არის, თუ შენს ოჯახს არ აქვს იმისი ფული, რომ აი 5 წლის დაბადების დღეზე ამდენი რაღაცა გაკეთოს. ნუ აქ კი ბატონო, მულტფილმის თემა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი არის დეკორი. შეხედეთ ამ პატარას შეხედეთ. წარმოდგენა არ აქვს მის გარშემო რა ხდება. ხელში უნდა გიჭიროს, იმიტომ რომ იღლება ფეხზე თქვით. ეს ყველაფერი არის ფოტოებისთვის, ეს ყველაფერი არის, აი ბავშვები სად არიან, ხედავ, სად შეიძლება რომ გაერთონ ეს ერთ პატარა კუთხეში, სადაც შეიძლება რომ თავისუფლად იხტუნაონ და იმოძრაონ. რომ სხვას აქ ვერაფერს ვერ შეეხები. ულამაზესი ყვავილებია, ულამაზესი დეკორია. შეხედეთ ამ ყველაფერს. არც დაამახსოვრდება ფოტოს და ვიდეოს თუ არ ნახავს, არ ვიცი, წლების შემდეგ ისე წარმოდგენა არ ექნება რა მოხდა, შუა დღის ძილი მოუწევს ეხლა და გაიღვიძებს და აღარავინ აღარ იქნება იქ. ულამაზესია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პატარასთვის არ არის. აი, აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია. ამ ყველაფერს შეხედეთ. ხალხს ქორწილებისთვის არ აქვს ამ ხელა ბიუჯეტი. და ქორწილებზე ვერ იყენებს ამდენ დეკორს. ეს არის 1 და 2 წლის ბავშვებისთვის 4 სართულიანი ტორტი. აი ამ ბავშვს ახლა ამ ბავშვისთვის აქ არაფერი არ აქვს, აქ ვერაფრით ვერ გაერთქობა ამ ულამაზესი რაღაცებით, იუბილარისთვის, ვისი დღეც არის რეალურად. აქ მისთვის არაფერი არ არის და თუ არ შეგიკვეთავს ეს ყველაფერი, და როგორც წინა ვიდეოში ვნახეთ, სადაც ის დედა გვიხსნიდა, რომ ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა, შენი შვილის დაბადების დღეს ატარებ იმაში, რომ კარდონის რაღაცები ჩამოკიდო კედელზე. მთელი დღე ამით ხარ დაკავებული და არა იმით, რომ შენს 5 წლის შვილთან ერთად აღნიშნო და გაატარო მთელი ეს დღე და მის გვერდით იყო და სადღაც წაიყვანო, არ ვიცი, მთელი დღე ერთად იყო, ერთად გააკეთოთ რაღაცები და არა ის, რომ ეს ბავშვი დარბის, შენს დაგზდევს უკან და შენ დარიხარ და რაღაცა ფერად წვიმებს კიდებ კედელზე და რა ქნას ამ ბავშვს ახლა დადის მთელი დღე და უყურებს ამ ყველაფერს. აი, აქაც იგივე თემა არის ზუსტად. ამ ყველაფერს შეხედეთ. ეს არის პატარა ბავშვების დაბადების დღისთვის. ამ ბავშვს ფეხზე დგომა მე მგონი თავის არ შეუძლია. თუ იუბილარს არ შეუძლია რომ თავისი ფეხით მოიაროს ეს დეკორაციები, დარბაზი და თავისი ფეხით დაათვალიეროს ეს ყველაფერი. და შტაბეჭდილება შეიქმნას რა და როგორ და რანაირად არის გაკეთებული. მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ ეს მისთვის არ არის. როცა ბავშვს საკუთარი ფეხით არ შეუძლია რომ გაიაროს და დაათვალიეროს ეს ყველაფერი, ხელში უნდა ეჭიროს დედას ან მამას, რომ მიიყვანოს, რომ ნახე, ეს არის წითელი ვარდი. წითელი ვარდის თქმა სიტყვა შეუძლია ამას შეერა პატარას? არ მგონია. ეგ ეს რა თქმა უნდა არის შეჯიბრი. აბა ვინ უფრო მეც გააკეთებს? აბა ვის რა გქონდა დაბადების დღეზე? აბა ვინ იპოვის რაღაცა უცხოს და გამორჩეულს და რაღაცა ისეც, რაც სხვის დაბადების დღეზე, ანუ ბავშვების სამეგობრო ჯგუფში, კლასში, საბავშვო ბაღში არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ჯერ რო არავის არ ქონია და შენ პირველი იქნები, ვინც ამაზე დაპოსტავს. ეს რაღაცა მაგალითად ზუსტად ესეთი თემა. ღამის კლუბში ვართ თუ 5 წლის ბავშვის დაბადების დღეზე. აქედან გამოსულ ბავშვს რაღა დააძინებს. აი, ეს არის მაგალითად ამ პატარას პირველი დაბადების დღე. ბავშვი როგორ გაუნებული სახით იყურება შეხედეთ. ძალიან ცდილობენ რომ ტორტზე მიაქცევინონ ყურადღება, რომ რაღაცა ფოტო გადაუონ. წარმოდგენა არ აქვს ამ ბავშვს რა ხდება და რას უყურებს. ფერებს ცulips, ფერებს გარჩევა ახლა დაიწყო მე მგონი და ეს 5 სართულიანი ტორტი რა ვისთვის არის, რა არის, რა ხდება. გაყურებული სახით იყურება. არიცის რა გააკეთოს. რა თქმა უნდა მესმის რომ მშობლებისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რჩება თვითონ არ ქონდათ თავის დროზე, ან სხვებს აქვთ და თვითონაც უნდათ რომ ქონდეთ და გაუკეთონ თავიანთ შვილებს. ანუ გასაგებია ეს მესმის ეს ყველაფერი უბრალოდ მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ თუ ბავშვს თავისი დაბადების დღის ტორტის გვერდზე დამოუკიდებლად მშობლის დახმარების გარეშე დგომა ან ჯდომა არ შეუძლია და ხელში ყვანილი უნდა გეკავოს და საკუთარი დაბადების დღის ტორტზე დამოუკიდებლად სანთლის ჩაქრობა შეუძლია, ეგ ტორტი მისთვის არ არის. ეს ტრენდი ეხებოდა დეკორს. მატერიალიზმის ბოლო საფეხური, რომ აი რაც შეიძლება დიდი, რაც შეიძლება ბევრი, რაც შეიძლება ფერადი, რაც შეიძლება ძვირად ღირებული, რომ რაც შეიძლება ესთეტიურად გამოჩნდეს ვიდეოებში. ბავშვი რამდენი წლის გახდა, არჩევს ამ ფერებს საერთოდ ერთმანეთისგან, წარმოდგენა აქვს რა ხდება. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში ბავშვი აქ მთავარი თემა არ არის. აქ მთავარი თემა არის კონტენტს როგორ გავაკეთებთ და სხვა დედიკოებს და მამიკოებს როგორ დაამახსოვრდებათ
ჩვენი დაბადების დღის წვეულება. შემდეგი თემა არის, რაც ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში, ძირითადად მაინც ინგლისურ ენოვან TikTok-ზე. არ ვიცი, მაინტერესებს ძალიან საქართველოში როგორ არის ამ ხრივ თემა, სიამოვნებით გამზიარეთ კომენტარებში, რომ შენ იუბილარი სტუმრებს საჩუქრებს ატარ. ანუ ახვედრებ სასაჩუქრე ბოქსებს. ეს არის კიდევ ერთი ახალი ტრენდი და კიდევ ერთი ახალი თემა, აბა ვინ რას ჩადებს სასაჩუქრე ბოქსებში. აი მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო არის, ნახეთ რამდენი სტუმარი ყავს ამ ბავშვს დაბადების დღეზე, რამდენ გახსნილ ყუთს ხედავთ და დედამ უნდა მოამზადოს ახლა ეს ბოქსები სტუმრებისთვის. საჩუქრებით, კბილეულით და ესეთი რაღაცეებით, სათამაშო რაღაცეებით, რომ ამას იუბილარი ჩუქნის თავის სტუმრებს, რომ დაბადების დღეზე მოვიდნენ. პლასმასი, უაზრობა. ვითომ ყველა ბავშვს ახლა ერთი და იგივე სათამაშო არ ქონდეს სახლში. არ ვიცი, შეიძლება მიამყოფილო დიდი ხანი ამ ბავშვებს დაბადების დღეზე არ არის გასაკვირი, მაგრამ ეს როდის შეიცვალა? ანუ ჩემს დროს, ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემს ბავშვობაში. ასე იყო, რომ შენ მიდიოდი, შენ გპატიჟებდნენ დაბადების დღეზე, შენ მიდიოდი სტუმრებს საჩუქრით. რაღაცა გეჩქებინა იუბილარისთვის, რომ ის გპატიჟებს ახშამზე, ლანჩზე, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა გემრიელს ამზადებს და შენ როგორ სტუმარი, შენ მიგავს საჩუქრად. ეგ როდის შეიცვალა? რატო გამომრჩა? აი, აქაც იგივე თემა არის, სპეციალურად ახლა კონტენტები იქმნება, რომ იდეები მოგაწოდონ, რა შეიძლება ჩაალაგოთ სასაჩუქრე ბოქსებში თქვენი ბავშვის დაბადების დღეზე, ვინც მოვა სტუმარი, რომ იმან თან წაიღოს. ანუ ეს იმას არნიშნავს, რომ ახლა ამ ადამიანის ბავშვს მართლა დაბადების დღე ქონდა. უკვე სპეციალურად იქმნება კონტენტები, რომ სხვას აჩვენო, იდეები მიაწოდო, რა შეიძლება ჩაალაგონ სასაჩუქრე ბოქსებში. ეს უკვე next level-ია, როცა შეგიძლია რომ შენ თვითონ ხელით სახლში DIY, შენ თვითონ შექმნა რაღაცეები და გამოძერწო და ბოქსების წარწერებით და მთელი ამბავი. ეს კიდე საერთოდ ხო რას ამ ჯეკპოტს ხსნი. აი, ნახეთ ახლა ეს ყველაფერი ხო ფინანსურად ცოტა არ არის. ის წვეულება და ის დეკორი და ამდენი სტუმარი და რაღაცა სნეკები იქნება თუ საკვები რაც იქნება ამ ბავშვებისთვის სპორტი ის ყველაფერი და იმეს შემაშინებდა. არ ვიცი, აღარ ვარ მე 5 წელი შეიძლება აღარ ეშინიათ. ჩანგალზე დაწეპებული თვალები შემაშინებდა, არა? ოკეი. და სახელები რა თქმა უნდა ბავშვების ვინ არის დაპატიჟებული და მთელი. ანუ უბრალოდ TikTok-ის ტრენდი არის ახლა ეს თუ მართლა ესია, ვისაც გყავთ ბავშვები, სასაჩუქრე ბოქსებს უმზადებთ თქვენ სტუმრებს? ეს იყო ბავშვების დაბადების დღის ნაწილი, ასე ვთქვათ, ეს იყო ვიდეოები, რაც თქვენთვის მქონდა. ანუ რა თქმა უნდა გასაგებია, რომ მაქსიმალურად საუკეთესო გინდა საკუთარი შვილისთვის უბრალოდ როცა რეალურად შენი ბავშვი აღარ დგას ყურადღების ცენტრში და ეს ყველაფერი კონტენტისთვის კეთდება. აშკარად შესამჩნევი ხდება ხო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ამ ბავშვებს ეგ ვარდები არ დაამახსოვრდებათ 5 და 6 წლის ასაკში. ან სოციალური ცხოველები რო ყავდა ვიღაცას გალიით მოყვანილი, ეგეც არ დაამახსოვრდებათ. დაამახსოვრდებათ ადამიანები, დაამახსოვრდებათ ის სიტყვა, რასაც ადამიანებისგან იღებენ, მშობლებისგან იღებენ და ამ ბავშვებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც უზარმაზარ დარბაზში გადაუხადეთ დაბადების დღე თუ სამზარეულოში სახლში. იმიტომ რომ თქვენ დაამახსოვრდებით, თქვენი სახე დაამახსოვრდებათ, თქვენი ხმა დაამახსოვრდებათ, თქვენთან დაკავშირებით დაამახსოვრდება ეს დღე და არა ეს წითელი ვარდები და სოკოები მაგიდაზე, რომელსაც არ უნდა შეეხო, არ უნდა გაფუჭდეს. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამ პატარა ბავშვებისთვის ნაკლებად კეთდება. მათი სახელით კეთდება, მაგრამ არა მათთვის. შემდეგი თემა არის ქორწილი. ქორწილებიც არის აბსოლუტურად კონტენტის თემა გამხდარი. არა უშუალოდ ის ორი ადამიანი, ვისაც რეალურად უნდა ეხებოდეს ქორწილი. ყველას და ყველაფერს ეხება უკვე ეს თემა. უშუალოდ ამ ორი ადამიანის გარდა მე მგონი და მიხვდებით ბოლოს რომ ნახავთ რამოდენიმე ვიდეოს, რასაც გულისხმობ. აქ კატეგორიები გვაქვს, კატეგორიების მიხედვით უნდა მივყვეთ. ეს ამ შემთხვევაში როგორც იყო ბავშვების დაბადების დღეების შემთხვევაში, რომ უშუალოდ დღეს და უშუალოდ დღესასწაულს და უშუალოდ იქ სიტუაციას ფართის ეხება თემა, აქ ესე არ არის. ქორწილამდე სანამ მივალთ უშუალოდ ცერემონიამდე, იქამდე არის იმდენი საფეხური და იმდენი დეტალი გასავლელი, ქორწილის დაგეგმას არ გულისხმობ. მაგამდე მივალთ. პირველი საფეხური, რაც ძალიან ტრენდულია ამ წუთას, არის რომ შენს მომავალ მეჯვარეს სთხოვო, რომ იყოს შენი მეჯვარი. მაგრამ
ეხა ესე რო იყო ეს თემა, რომ მეხუთე კლასში დაქალები რო გახდით და რო შეთანხმდით, რომ ერთმანეთის მეჯვარეები იქნებოდით და იცით, რომ ერთმანეთის მეჯვარეები იქნებით, ეგრე აღარ. ეგრე მარტივად აღარ არის. ეხა ესე უბრალოდ ვიღაცას ვერ ეტყვი. ჭიქა ყავაზე ვერ დაპატიჟებ და ვერ კითხავ, ჩემ მეჯვარე ხო არ იქნები. აღარ გამოდის ეგ ამბავი ეგრე. ახლა სპეციალურად იქმნება ბოქსები, სასაჩუქრე ბოქსები, თხოვნის, ქართულად რო განვთავაზოთ ასე იქნება, თხოვნის ბოქსები, რომ შენს მეჯვარეს სთხოვო, ჯერ არის შენ მეჯვარე, შენს დაქალს მეგობარს სთხოვო, რომ თუ იქნება შენი მეჯვარე. ამისთვის სპეციალურად ქმნი ბოქსებს, თან ხო იცით, ხა დასავლურ კულტურაში მხოლოდ ერთი მეჯვარე არ ყავთ. უმეტესწილად რამოდენიმე მეჯვარე ყავთ. ერთი ყავთ maid of honor, ეს არის ადამიანი, რომელიც ალბათ ჩვენთან ხო აი მეჯვარე ზუსტად რაც არის იქნება და 3, 4, 5, 7, 8 ყავთ აი maid რაც ვინც არის, ანუ აი მოწმის, ანუ ჩვენთან მოწმე, ანუ სამოქალაქო ქორწინების მოწმე და საეკლესიო ქორწინების მოწმე მეჯვარე ჩვენთან ერთი და იგივეა. აქ მთლად ეგრე არ არის. და თითოეული ამ შენ მეჯვარისთვის ქმნის სპეციალურად სასაჩუქრე ბოქსებს, რომ სთხოვო საერთოდ, კითხვის დასმა შეძლო, რომ იქნება თუ არა შენი მეჯვარე. და აი აქ გვაქვს მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი ასეთი ბოქსის. Let's put together my bridesmaids proposal boxes, and I kind of went all out, but you know what? They deserve it. I love my girls. I got these white boxes from a random seller on Facebook Marketplace. Then I had my friend Shields print their names out on the cover and "Will you be my bridesmaid?" inside the box. Julia's my maid of honor, so obviously hers doesn't say bridesmaid. I got these shredded paper fillers from Lazada and filled all 10 boxes. They each get my Happy Skin X Smart eye brushes and eyeshadow palette, of course, an engraved Jo Malone London cologne with scents I handpicked based on their personality. The maid of honor gets a candle though because I'm giving her the YSL Lee perfume. This smells so good. They each get this cute quilted pouch from Black Bow where they can store all their essentials. For lip products, they're each getting a Dior Addict Lip Glow Oil and the iconic Benetint from Benefit. I love the Sunny's Face liquid blushes, so I made sure they had those too. MAC Fix Plus Stay Over Setting Sprays so their makeup lasts while they dance the night away. Issy's makeup fixing powder is a must for retouching on a full day of wedding festivities. I threw in some blotting sheets as well. I want them to have my favorite hair oil from Kerastase, which is also engraved with their names. For skincare, you bet they're getting the best. Estee Lauder Advanced Night Repair, Lancome Genifique Youth Activating Concentrate, La Mer Travel Mini, so cute, Kiehl's Clearly Corrective Dark Spot Solution, Niacinamide Serum, and Hyaluronic Acid Serum, Snail White's Everyday Glow Sunscreen because our wedding may or may not be outdoors, and my all-time favorite Makeup Priming Moisturizer from Bobbi Brown. For accessories, they're getting earrings from Lily Jewelry, either this pair or this one. Sunglasses from Sunny Studios because again, we're gonna be outdoors. Pastel inhalers from Twin Relief so they can relax after I stress them out on my wedding. I'm joking. I also had photos of me with each of the girls printed, but I'm not sure what to do with them yet. I'll probably write a note and put them in the boxes, we'll see. I am so relieved that I was able to make everything fit inside the box. I invited 7 of them for brunch tomorrow. The other 3 aren't based in Manila, so I'm gonna have to give them their boxes some other time. But yeah, I'm so excited to ask them tomorrow and see their reaction as well. I'll probably post a part 2 of how that goes, so let me know if you want me to post their reaction. Bye! 10 ბოქსი. 10 ბოქსის შესახებ საუბრობ. ყველაფრის ფასს არ გეტყვით ახლა. ერთს გეტყვით, მხოლოდ რა სხვა თუ არაფერი. ჯო მელოუნის სუნა მოღირს მარტო $90. ეხლა თემა რა არის? მას არ უყიდია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი არის PR. ბრენდების მიერ გაგზავნილი უფასო პროდუქტი. საჩუქრები. თვითონ არ გადავხდი ამ ყველაფერში. ადამიანები, რომლებიც თვითონ იხდიან ფულს პროდუქტებში, ამბობენ კიდეც ამ ყველაფერს და გაჩვენებთ ახლა მსგავს ვიდეოებსაც, სადაც თვითონ ითვლიან ზუსტად რასში რა გადაიხადეს. როცა კრეატორი თვითონ არ ამბობს რასში რა გადაიხადა და სამწუხაროდ არც იმას არ ამბობს, რომ საჩუქრად მიიღო ბრენდებისგან ეს ყველაფერი, შეგიძლიათ ავტომატურად ივარაუდოთ, რომ საჩუქრად მიიღო ეს ყველაფერი ამ ბრენდებისგან, რომ ეჩვენებინა ვიდეოებში მათი პროდუქტები. აი ზუსტად ამიტომ არ უნდა შეადაროთ თავი ამ ადამიანებს. მათ არაფერი არ უჯდებათ ეს ყველაფერი. შესაბამისად, თქვენი სიტუაცია, თქვენი ფინანსური მდგომარეობა და თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი მეჯვარეებისთვის და თქვენი მეგობრებისთვის, თქვენსავე ქორწილში, არ უნდა შეადაროთ ამ ინფლუენსერებს, იმიტომ რომ ამათ ეს არაფერი არ უჯდებათ. ძალიან ყურში მოხვდება, თუ მიაქციეთ ტექსტს ყურადღება, რომ რა თქმა უნდა, ჩემი გოგონები საუკეთესოს იმსახურებენ. ჩემი გოგონებიც იმსახურებენ საუკეთესოს, მაგრამ ის რომ მე მილიონერი არა ვარ და ამდენი ფული არ მაქვს და უფასოდ არ მიგზავნიან ბრენდების საჩუქრებს,
ამით ჩემი გოგონები რაღაცა ნაკლებს იმსახურებენ თუ ანუ ხვდებით რას ვამბობ, ანუ ავტომატურად გიქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ იმისი გოგონები თუ საუკეთესოს იმსახურებენ, შენი გოგონებიც საუკეთესოს იმსახურებენ და თუ ისინიც საუკეთესოს იმსახურებენ, აბატონო, ეს არის სტანდარტი. აი საუკეთესო მეგობრები რას იღებენ საჩუქრად. შენს საუკეთესო მეგობრებს რას ჩუქნი შენს ქორწილში. თუ ისინი არ არიან საუკეთესო, თუ ისინი არ იმსახურებენ საუკეთესოს. აი აქ ამ ვიდეოში მაგალითად ეს გოგონა ზუსტად გვიზიარებს, რასში რა დახარჯა. ეს ისევ იმ ეტაპზე ვართ, რომ საერთოდ ვთხოვოთ ჩვენს მეგობარს, რომ იქნება თუ არა ჩვენი მეჯვარე. ისევ ამ ეტაპზე ვართ. This is how much I spent on all 8 of my bridesmaid proposal boxes. The vinyl was $1 each, the box was $10.87 each, and the tissue paper was $4. The perfume was $208, and the engraving was $20 per name. The Briogeo hair treatment was $59.50, and the super serum is $56.99. Elf lip oil is $10.99, and SC nail polish is $10.97. The gua sha tools were about $2 each. Rare Beauty blush is $36. The silk pillowcases were $9 for 2. The sponges were $6 for 4. Hair scrunchies were $12 for 8. The cookies I got were $5 each. I printed all the paper from Staples and it cost about $30. The Lancome mascara was $45 and the YSL lip gloss is $53. საერთო ჯამში რო გითხრათ, 8 მეჯვარე ეყოლება, 8 ასეთი ბოქსი გააკეთა, რაღაცის ფასები, ნაკრების ფასები იყო, რა თქმა უნდა, მაგალითად არ ვიცი, თმის სამაგრი, არ ვიცი რატოდებს ყოველ თმის სამაგრს ამ ბოქსებში, მაგრამ ოკეი. ეს თმის სამაგრი მაგალითად, რა ვიცი, $12 დაჭდა, ნაკრებში იყო 6 ცალი. ანუ რაღაცა ამ ფასებს თუ გამოვაკლებთ და დაახლოებით ესე ვიანგარიშებთ, რომ რაღაცეებში ესე ჯამური თანხა გადაიხადა, თითო ბოქსისთვის მაინც მინიმუმ $500-ზე ავდივართ. და ეს 8 ჯერ. ანუ მარტო მეჯვარეობის სათხოვნი ბოქსები დაუჭდა დაახლოებით მინიმუმ $4000. და ქორწილის თარიღი არ არის ჯერ ქორწილზე ჯერ საერთოდ ლაპარაკი არ არის. თვეებით ადრე ხდება ეს ყველაფერი. ჯერ ვინ იცის საერთოდ რა მოხდება იქამდე, ხო? ნუ ეს თვეებით ადრე ხდება. ეს პირველი ეტაპი გავიარეთ. დაგვთანხმდა ჩვენი საუკეთესო მეგობარი, რომელიც მთელი ცხოვრება აქ ვიცნობს და სავარაუდოდ დაეხმარა ჩვენს მომავალ მეუღლეს ხელის თხოვნის ცერემონიალის დაგეგმვაში და მოკლედ. გავიარეთ ეს დაგვთანხმდა. $4000 ღირდა. დავითანხმეთ ეს ჩვენ საუკეთესო მეგობრები, რომ ჩვენს ქორწილში ჩვენს გვერდით იყო. პირველი ეტაპი გადალახული. შემდეგი ნუ ქორწილთან უფრო ახლოს, ან ჯერ party time არ არის. ჯერ ქორწილობ ცერემონიამდე ჯერ არ მისულვარ. შემდეგი არის ქორწილის წინ bachelorette party. ანუ წინა საქორწილო წვეულება. ქართულად ასე. მე მგონი მე სხვა არაფერი სახელი არ აქვს. წინა საქორწილო წვეულებას ასო ბიჭები თავისთვის ერთობიან, გოგონები თავისთვის. ერთობიან, ნუ bachelorette არის გოგონებისთვის და bachelor არის ბიჭებისთვის. როგორც წესი, მსგავსი წვეულებები არის ერთი საღამოს ერთად გადარება ქორწილის წინ. ქალაქში ერთად გადიხარ, ბაღშამი, სტრიპტის კლუბი, გართობა. ძირითადად ერთი საღამო. ეგ იყო ადრე. ეხლა ეგრე აღარ არის. ახლა მხოლოდ ერთი საღამო არის ძალიან ცო. გოიმო, მაგას ვერ დაპოსტავ ინტერნეტში. ახლა თემა არის, რომ გრძელი უიკენდი უნდა მოვაწყოთ და სადაც ვცხოვრობთ იმ ქალაქშიც ვერ დავრჩებით. მაგალითად, კერძო თვითმფრინავით მივფრინავთ საზღვარგარეთ. წინა საქორწინო წვეულებისთვის. ანუ ის თემა, რომ ეხა სადღაც შენს უბანში, შენს საყვარელ რესტორანში წახვიდე შენს დათანებთან ერთად და აღნიშნო ქორწილის მოახლოება, ეგრე აღარ. და შემდეგ ამ bachelorette party-ზე აქ საჩუქრების თემა კიდე ცალკეა. ანუ ის პირველი სხვა იყო. ეგ თვეებით ადრე შეიძლება ხდებოდეს. ეს არის უშუალოდ ქორწილის წინ, წინა შაბათ-კვირას ან რამოდენიმე დღით ადრე. აქ საჩუქრების ბოქსები ცალკე კეთდი. ეს სხვა თემა. სხვა კონტენტია. ეს საფეხური არ უნდა გამოდო. მაინც ქორწილის თემა არ არის შენ გამომწერებისთვის. აი მაგალითად ეს გოგონა გვიზიარებს რა დაჯდა bachelorette boxების ჩათების მომზადება მის მეჯვარეებისთვის. Here's everything I put in my bachelorette bags and how much it costs. Had to add these Grace and Stella eye patches because the colors are perfect. Can't travel without hand sanitizer. Moroccan hair oil is a must. Had to include my favorite makeup remover, Garnier Micellar Water. EOS Super Balm, and I heard from my girls that this is amazing. Naturium Lip Balm. It's hot in Arizona, so they needed a fan. A custom shirt from Staples. And a custom tote bag that I designed to put everything in. Some jewelry from Every Jewel. A bikini wrap for our pool day. This was so cute with pearls. All travel size hair
hair care products from Pureology, and Moroccan Oil had to include their shampoo, conditioner, and of course their dry shampoo. Had to stay protected from the sun, so Anthelios Extra Large for face and body. One of the best hyaluronic acids from the Inkey Also needed a travel size face cream and face wash from First Aid Beauty, one of my favorites. Cute sunnies to protect our eyes from the sun. This really pretty hair clip. I focused on skin and hair, so I can't forget about the body. One of the best products for under eyes. Another custom tote bag because the first one wasn't big enough. A makeup bag to put all of these products in, and these really pretty silk PJs for our PJ night. ანუ თვითონ ზუსტად არ ამბობს, მაგრამ პროდუქტების რაოდენობას თუ გადახედავთ, დაახლოებით 8 ან 9 მეჯვარე ყავს. დაახლოებით და თითო ბოქსი სადღაც $400-მდე ავდივართ. დაახლოებით. ანუ სადღაც $3200 მე უკვე ბაჩელარ პარტიზე რო იკრიბებით, მაგ ბოქსში მიდის. აი კიდევ ერთი კარგი მაგალითი ვიდეო იმის, რომ ეს არის დასპონსორებული ვიდეო, რომ ამ გოგოს არ უყიდია თავისი ფულით ეს ყველაფერი და არ უნდა შეადარო თავის რაღაცებს. Okay, I went all out for my bachelorette goodie bags, and I'm going to show you everything I included. Let's just say the girls were shocked when they saw what was inside. Fenty Beauty literally color matched every single girl with not one, but 2 foundations, a lipstick, and a lip liner. Rare Beauty literally sent every single girl a mascara, 2 liquid blushes, their hair and body fragrance, and their liquid liner. You guys know I'm a skincare addict, so of course I had to spoil every single girl with a full skincare routine from Dermalogica. Every single girl got pimple patches as well as eye patches from Peace Out Skincare, and then I had an entire Summer Fridays section because duh, we have to spoil all the girls, hello. Coastal Caviar was so kind enough to send every girl a bracelet with their initials on it, as well as the most adorable pearl initial necklace, and then I paired it with these Amazon jewelry boxes. Of course, all my girls have to smell phenomenal, so every single girl got a Touchline perfume. And then we cannot forget about the hair. Every girl got slip scrunchies. One of my favorite hair brands, Living Proof, sent every single girl dry shampoo, texture spray, and hair clips. I love a good body glow. Like, I want to be shining from across the room, so of course we had to get every single girl a Kopari body glow and a lip balm. And then to put everything in, I got these bags off of Amazon with everybody's first initials. I also got these bags from Etsy with everybody's full names on them. I also wanted every single girl to be comfy and cozy, so I got them slippers and pajamas, and here's what everything looked like. ეს ანუ ამბობს კიდეც თვითონ ვიდეოში, რომ ეს ამ ბრენდმა გამოუგზავნა, ეს ამ ბრენდმა გამოუგზავნა, ეს საჩუქრად მიიღო და თვითონ Amazon-ზე დაახლოებით რა იყიდა 1-2 წელი რაღაცა აქსესუარების ჩასადები პატარა აკოლფი. აქ კიდე ამბობს ეს გოგონა, რომ საჩუქრად მიიღო ეს რაღაცები. სამწუხაროდ ყოველთვის ყველა არ ამბობს ხოლმე ამას და შეიძლება მარტივად შეგექმნას შტაბეჭდილება, რომ ვაუ, წარმოიდგინე რამდენს აკეთებს თავისი მეგობრებისთვის, მეც აუცილებლად რაღაც უნდა გავაკეთო. ამ პროდუქტების რაოდენობას შეხედეთ. Armanis tonaluri და კონსილერი. Laura Mercier, Ilia. ანუ ვაუ. Გვენი არის, მაგრამ ეს პროდუქტების ჩაყრა ჩანთაში მარტო მე მაღიზიანებს. გასაგებია რომ არ გიყიდია შენი ფული და ყველაფერი და ბრენდმა გამოგიგზავნეს, მაგრამ შეიძლება მე ვარ ძალიან მგრძნობიერი, მაგრამ უბრალოდ ეს ჩანთაში ჩაყრა პროდუქტების ძალიან აგრესიული მგონია. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი იმის თქმა არ არის, რომ საჩუქრები არ უნდა გასცეთ და მით უმეტეს თქვენი მეგობრებისთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და ესეთ დასამახსოვრებელ დღეს. რა თქმა უნდა, აი გიშთების საჩუქრების გაკეთებაზე მე უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვიღაცისთვის რაღაცას საჩუქრად ვყიდულობ და ვარჩევ და ვფუთავ და ვჩუქნი ვიდრე შეიძლება თვითონ იმ ადამიანს. აი თერაპია არის ჩემთვის. ძალიან მიყვარს ეგ ამბავი, მაგრამ ეს არის უკვე ზღვარს გადასვლა. ეს არის მხოლოდ კონტენტისთვის. ეს არის აბსოლუტური ნახერამდენი მაქვს და ნახერამდენი შემიძლია. აი ამას უგულისხმობ მაგალითად ხა რა რაოდენობის პროდუქტებს ყრით ამ სასაჩუქრე ბოქსებში. ის რო თქვა აი ახლა აქ ერთ პატარა სასაჩუქრე ბოქსს ვამზადებთ და ძალიან ძვირადღირებული ბრენდების ძვირადღირებულ პროდუქტებს ვყრით შიგნით. ეს პატარა ბოქსები ვნახეთ უკვე ხო ესეთი თემა არის. ნუ ეს სპეციალურ ბოქსებს რო ყიდულობ და მათ სახელებს ან სახელისპირო ასოს სპეციალურად აწერზებთ, რომ ზუსტად ყველა მიცოდეს ვის რომელი ბოქსია და არა ჰერიოთერს მანეჯ მიხედავთ იმისა, რომ ერთნაირ რაღაცები ყრია შიგნით. ის პატარა ბოქსი რაც ვნახეთ, ის ერთი თემა იყო. აქ უკვე მეორე ბოქსს ცალკე ვქმნით. ეს უკვე ცალკე თემა არის კიდე. ისევ იგივე ადამიანებისთვის ვაკეთებთ რა თქმა უნდა ამ ყველაფერსაც. ბოქსი არ არის ოღონდ საკმარისი, ახლა ჩემოდანში გადაგვაქვს საჩუქრი. ანუ ის პატარა კოსმეტიკის ჩანთა, ბოქსი და ჩემოდანი. ჩვეულებრივი სამოგზაურო ჩემოდანი. ხელბარგის ჩემოდანი. რო ეს ყველაფერი რაც შევფუთეთ, კიდე მერე იქ შიგნით. და მერე აი ესა კიდე ხო ეს ბოქსი შემდეგ თავზე ეს კოსმეტიკის ჩანთა ჩემოდანში ჩავდეთ და
ეს ბოქსი შემდეგ კიდე ზემოდან ჩემოდა. არ ვიცი, მე არ ვფიქრობ, რომ თუ შენი საუკეთესო მეგობრისთვის ჩემოდნით საჩუქრების ჩუქება არ შეგიძლია, შენსავე ქორწილში. ეს ნაკლები სიყვარულის მაჩვენებელია, ვიდრე ეს ადამიანები ამ TikTok ვიდეოებში აჩვენებენ. მაგრამ რაღაც სტანდარტს ქმნის ეს, ხო? რაღაც იმას, რომ ეხა ეს ეკეთება. ეხა ეს აკეთებენ. ეხა ეს არის სტანდარტი, ეხა თუ გაქვს ქორწილი, ნუ ესე იგი შენც ესე. იმიტომ რომ იქეთ მხრიდან შენ მეგობრებიც ალბათ ელოდებიან უკვე მსგავს საჩუქრებს, იმიტომ რომ ვიღაცის მეორე ქორწილში რო იყვნენ, იმან იქ ისე გააკეთა და შენ ხო ეხა ესე გააკეთებ, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ პატარძლის ხარჯი არ არის, შენ ის თავისთვის, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ავტომატურად ელოდება, რომ მისი მეჯვარეებიც იგივეს გააკეთებენ მისთვის. განსაკუთრებით, როცა ბაჩელორეტ წვეულებას, წინასახორციელო წვეულებას ეხება საქმე, მაშინ განსაკუთრებით, რაც ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს და დიდი სტრესის ქვეშ აგდებს ადამიანებს, რომლებიც ფინანსების გამო ხშირად საუკეთესო მეგობრის ქორწილში ვერ მიდიან, წინა საქორწილო წვეულებაზე ვერ მიდიან და მათ გვერდით ვერ არიან ამ სიტუაციებში, იმიტომ რომ ფინანსურად არ შეუძლიათ ამ ყველაფერს გაწყვეტენ. და ეხა გაჩვენებთ მაგალითად ერთ-ერთი გოგონა მეჯვარე იყო და საუბრობს რა დაუჯდა ამ ყველაფრის დაგეგმა და ამ ყველაფერში მონაწილეობა თავისი მეგობრის ქორწილში. For the sake of transparency, let's break down how much money I have spent being in my friends' weddings as a bridesmaid and attending their bachelorette parties. This does not include the cost of the gifts that I have purchased for each of these weddings, and it also does not include bridesmaids' dresses because I've been gifted those for every wedding I've been in. ამ ფასებში ქორწილის საჩუქრის ფასი არ შედის. ქორწილზე რომ მივიდა როგორც, მეჯვარე კი არის, მაგრამ როგორც სტუმარი, მეჯვარის სტუმარი, ქორწილში რომ მივიდა, ქორწილის საჩუქრის, ორივესთვის, წვილისთვის. ეს ეხა კეთდებოდა, ყველაფერი კეთდება მხოლოდ პატარძლისთვის, ხო, რომ წვილისთვის, ახალ დაოჯახებული წვილისთვის საჩუქრის ფასი ამ ყველაფერში არ შედის და არ შედის მისი მეჯვარის კაბის ფასი, იმიტომ რომ მის კონკრეტულ შემთხვევაში პატარძალმა თვითონ გადაიხადა მეჯვარეების კაბის ფასები, მეჯვარეების კაბების ხარჯები, იმიტომ რომ ზუსტად თვითონ თავის გემოვნებაში უნდა რომ ცმოდათ ამის მეჯვარეებს, ამიტომ ამ შემთხვევაში, გამონაკლისს შემთხვევაში, ყველა მაგასაც არ აკეთებს, რა თქმა უნდა, უბრალოდ მხოლოდ მოთხოვნები აქვს, რომ ესეთი ფერი უნდა გეცვათ, ესეთი კაბა უნდა გეცვათ და ასე შემდეგ და ამის ხარჯებზე, რა თქმა უნდა, თვითონ მეჯვარე ზრუნავს. ამ შემთხვევაში, პატარძალმა თვითონ გადაიხადა კაბის ფასი, აქეთ არ შედის ყველაფერში ხარ. So without further ado, let's get into it. The first bachelorette I attended outside of my own was in Palm Springs. It was 3 nights and I spent a total of $965. პირველი ქორწილის, რომელზეც საუბრობს ბაჩელორეტ წვეულება, წინასახორციელო წვეულება იყო 3 ღამე იყვნენ წასული სასტუმროში და დაახლოებით $1000 დაუჯდა 3 ღამე. The wedding that I attended following that bachelorette party was somewhat local, so I didn't have to pay for flights for my husband and I, but I did have to pay for a hotel, and we spent $916. $916 შემდეგ მაგ ქორწილში დახარჯა. ის დაახლოებით $1000 იყო ქორწილის წინაწვეულება და უშუალოდ ქორწილი, რომ სადღაც დაახლოებით ახლოს იყო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რომ ტერიტორიულად შორს არ მოუწიათ, თქვათ, გაფრენა და ასე შემდეგ. ამიტომ $900 დაჯდა, რომ შემდეგ როგორც სტუმარი ქორწილს დასწრებოდა. A couple months after that, I went to Miami for a 4-day bachelorette trip, which grand total was $1,425. რამოდენიმე თვის შემდეგ მეორე ქორწილში იყო როგორც მეჯვარე დაპატიჟებული, ეს bachelorette party ამ ქორწილისთვის მაიამიში იყო და 4 დღე დარჩნენ. ხო გითხარით, ეს ერთი ღამე სადღაც გახვედი მეგობარებთან ერთად ეგ თემა აღარ არის. 4 დღით იყვნენ წასულები და $1425 დაუჯდა ეგ bachelorette party. The wedding following that bachelorette party was again somewhat local, so I didn't have to pay for flights for my husband and I, and the bride actually covered room and board because we just stayed with her at the Airbnb, so I paid $522. უშუალოდ ქორწილს რო დასწრებოდნენ და იქ აქ სასტუმროს ფულის გადახდა არ მოუწიათ, იმიტომ რომ თვითონ წყვილთან დარჩნენ სახლში, $500 მაინც დაუჯდათ ის ქორწილის შემდეგ. This January, I helped plan a bachelorette party in New Orleans for one of my best friends. And because I was a planner, I did take on some additional expenses and I paid $1,536. და შემდეგ ქორწილის დაგეგმა დაუჯდა $1536. The wedding for that bachelorette party is actually taking place in 2 weeks, but I've already estimated out the cost for that, and it's looking like I will spend around $2,210. და ქორწილი, ეს მესამე ქორწილი დაუჯდება დაახლოებით $2000. Now I will say this wedding is not local to me, so my husband and I are flying out there. Originally, our flights were going to cost over $1,000, but we only paid $22 because I had a ton of points.
და აღნიშნა რომ ანუ უნდა გაფრინდეს წესით თავის მეუღლესთან ერთად რომ დაესწროს ამ ქორწილს, იმიტომ რომ მასთან ახლოს არ არის ტერიტორიულად ეს ყველაფერი და რო გადაეხადა მარტო თვითმფრინავის ბილეთები ჯდებოდა $1000-ზე მეტი, მაგრამ პოინტები ქულები ქონდათ დაგროვებული ქულები ქონდათ დაგროვებული და არ მოუწიათ მაგდენ $22 გადაიხადეს მხოლოდ ბილეთებში. Now, I did recently get asked to be a maid of honor in a wedding I'm attending next year, so I am already starting to plan that bachelorette party, and I just put down $310 for a deposit on an Airbnb, which brings my grand total to $7,884 that I've spent attending weddings and bachelorette parties. This breaks down to an average cost of around $2,400 per wedding that I have been in. Let me know if this is higher or lower than what you were expecting, and stay tuned as I attend these events so I can give you the final cost of what I am spending on these events. ქორწილი რაც ისაუბრა, თითოზე რო იანგარიშოს დაახლოებით $2,400 უჯდება მეჯვარეს ერთი ბაჩელორეტ პარტი და ერთი ქორწილი. საშუალოდ რო იანგარიშო. ასევე ეს გოგონაც გვიყვება რა დაუჯდა მეჯვარე რო ყოფილიყო ქორწილში. This is exactly how much being a bridesmaid cost me. Just as a disclaimer before I say everything, I'm not upset about the money that I spent. This is simply just a breakdown for those who are curious. For the bachelorette party, we went on a joint bachelor-bachelorette party cruise that cost me $653.20. Bachelorette party დაუჯდა $600-ზე მეტი. My dress cost me right about $100. აბა დაუჯდა $100. My hair and makeup cost me $0 because I did it myself. მაკიაჟი არ დაუჯდა არაფერი, იმიტომ რომ თვითონ გაიკეთა თავის მაკიაჟი. The wedding gift cost me $50. The shower gift was also $50. ანუ bachelorette party-ზე დედოფლისთვის საჩუქარი იყო $50 და ქორწილის საჩუქარი იყო $50. My portion of the Airbnb was $285. This was for 3 nights for the wedding. Airbnb იყო $285. My husband and I decided to drive because plane tickets were insanely expensive, so gas I paid $100. გაზი მანქანა დროწასული იყო $100. Then personally for me, food and drinks, I spent $0 on that this weekend. Bringing my grand total for being a bridesmaid in the wedding for my 4th time now to $1,238.20. და საერთო ჯამში $1,238 გამოდის. რატო გაჩვენებთ ახლა მყოფს ისი? არ ვიცი. ცოტა შემა მემეჩვენება უცნაურად და თქვენ მეტყვით რომ საერთოდაც არ არის უცნაური ეგ ამბავი. ანუ bachelorette party-ზე დახარჯეს მეჯვარეებმა $600-ზე მეტი და ქორწილის საჩუქარი იყო $50. ანუ შევა კულტურული ამბავია ხა ეს, მაგრამ ანუ თვითონ ქორწილის ცერემონიალი და თვითონ ქორწილი და თვითონ ის რომ წყვილისთვის რეალურად რაღაცა გააკეთო ის რაც ახალ ეტაპს იწყებენ ცხოვრებაში და უფრო გამოადგებათ და უფრო დაამახსოვრდებათ და უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათთვის შემდეგ. ანუ მაღაზიაზე ვხარჯავთ $50 და კაბა არის მარტო ჩვენი $100-იანი? შეება რადგან მეჯვარე ხარ და უკვე ამ ყველაფერზე ამდენი ფული გაქვს დახარჯული, შემდეგ აღარ არის იმისი მოლოდინი, რომ რეალურად ქორწილის საჩუქარშიც ძვირს გადაიხდი და რაღაცა სიმბოლური თანხა უკვე ჩვეულებრივი ამბავია და ნორმად ითვლება. არ ვიცი, ვერ გეტყვით, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა თქვენთვისაც მინდოდა რომ გამიზიარებინა, რომ ანუ ყველაზე იაფი, ყველაზე ბიუჯეტური და ყველაზე ნაკლები რო დაჯდა იყო უშუალოდ თვითონ ქორწილის საჩუქარი. ორივესთვის, წყვილისთვის. და ამას მოყვება მერე სერიოზული ეს თქვათ გარჩევა, განხილვა სოციალურ მედიებში, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია რომ ამდენი ფული გადაიხადოს. თუ სოციალურად აქტიური ადამიანი ხარ და გახსნილი ადამიანი ხარ და რამოდენიმე მეგობარი და დაქალი გყავს, ვინც შეიძლება გთხოვოს რომ ისი მეჯვარე იყო, ანუ ეს $2,400, $1,200 ყოველ ჯერზე მინიმუმ მაინც უნდა იანგარიშო და ყველას რა თქმა უნდა არ შეუძლია ამის გაკეთება. იმდენად სტანდარტადაა უკვე ჩამოყალიბებული, რომ bachelorette party უნდა იყოს სადმე საზღვარგარეთ, ან სადმე კურორტზე, ან სადმე ისეთ ადგილზე, რომ ქალაქიდან უნდა გახვიდე აუცილებლად, რამოდენიმე დღე უნდა იყოს, აუცილებლად სასტუმროში უნდა დარჩე და ეს ყველაფერი ხო ფინანსებთან არის დაკავშირებული, ფრენა, ტრანსპორტი. ის მარტო ის ხო არ არის, რომ არ ვიცი, სადღაც ქალაქის თქვათ ბოლოში ჩვენ საყვარელ რესტორანში დავსხდეთ. არა, იმდენი დეტალი უნდა იანგარიშო წინასწარ ფინანსურად, როცა ამას ეხება საქმე, რომ ყველას არ შეუძლია ეს ყველაფერი. რამოდენიმე ძალიან ისეთი გულდასაწყვეტი ვიდეოც ვნახე ამ თემაზე, მათ არ აქვს სამწუხაროდ ვიდეოები ჩამოსატვირთად გახსნილი TikTok-ზე და თუ არ შეიძლება რომ ჩამოტვირთო ვიდეო იმისი გადმოტანა YouTube-ზე არ მიყვარს, იმიტომ რომ მე YouTube-ი თავს იგიჟებს ხოლმე. ძალიან გულდასაწყვეტი ვიდეოები იყო რამოდენიმე, რომ საუკეთესო მეგობრების ქორწილში ვერ შეძლეს მათ გვერდით ყოფნა, იმიტომ რომ ფინანსურად მათთვის ეს ყველაფერი უბრალოდ არ იყო ხელმისაწვდომი. ძალიან მიკვირს, ანუ ამ bachelorette party-ს აკეთებ იმისთვის, რომ შენი მეგობრების გვერდით იყო. მათთან ერთად
ქორწილამდე უფრო ვიწრო წრეში აღნიშნო ეს ყველაფერი. გაერთო, კარგი დრო გაატაროთ, დაგამახსოვრდეთ ეს ყველაფერი და ერთად იყოთ, ხო? შეიძლება სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ და აი ყველამ ერთად მოიყაროთ თავი და კარგი დრო გაატაროთ. თუ შენს უახლოეს მეგობრებს, ანუ ხო ახლო ადამიანის შესახებ საუბრობთ, თუ თხოვე რომ შენი მეჯვარე იყოს. თუ ასეთ ახლო ადამიანებს ასეთ დღეს შენს გვერდით ყოფნა არ შეუძლიათ, რა მნიშვნელობა აქვს სათხარ და სადაღნიშნავ ამ ყველაფერს? თუ ფული და ფინანსები გადაწყვეტს იმას, შენი საუკეთესო მეგობარი იქნება თუ არა შენს გვერდით. მესმის, რომ ეს შენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რაც შეიძლება საუკეთესო დღეც შენ ცხოვრებაში. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ეს შენი მეგობრისთვისაც საუკეთესო დღე არის მის ცხოვრებაში. იმას თავისი ცხოვრება აქვს, იმას თავისი ფინანსები აქვს, იმას თავისი პრობლემები აქვს, იმას სხვა მეგობრებიც ყავს. რამდენჯერ შეიძლება მსგავსი ფინანსების თავის-თავზე აღება შეძლოს? კი რა, ხო უნდა გადაიხადოს იმ თვის ბოლოს. ანუ შენ როგორც საუკეთესო მეგობარი, გასაგებია რომ პატარდალი ხარ, გასაგებია რომ შენი ქორწილია, გასაგებია რომ შენ გახარ პირველ ადგილზე და ყურადღების ცენტრში, მაგრამ რანაირი მეგობრობა და რანაირი დაქალობა არის თუ მაგაზე არ ფიქრობ, რომ შენი მეგობარი შეიძლება ვალს და კრედიტს იღებდეს, რომ შენს ბაჩელორის პარტიზე წამოვიდეს მაიამიში. ადგილი, კონტენტი, ფოტო, ვიდეო და ინტერნეტში სოციალურ მედიაში რა გაქვს დასაპოსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც ფინანსების გამო არ შეუძლია იმ დღეს იქ შენს გვერდით ყოფნა. იყო რამოდენიმე ვიდეო, სადაც აცრემლებული სახით ყვებოდა ეს გოგოს ვიდეო ვეღარ მიყავს საერთაშორისო როგორც ჩანს წაშალა, როგორც ჩანს შემდეგ პრობლემები მოყვა ამ ყველაფერს რომ ისაუბრა საჯაროდ ამის შესახებ, აცრემლებული ყვებოდა რომ დატოვა ბაჩელორით პარტი იმის გამო რომ ანუ ისეთ ხარჯებზე ადიოდა ეს ყველაფერი მეკწოულებების სასმელი საკვები ეს ინტერტეინმენტი საერთო ჯამში რომ უბრალოდ ვერ შეძლო რომ ამ ყველაფრისთვის ბეხი აეწყო და ის რომ უბრალოდ მარტო სასტუმროს ოთახში მჯდარიყო როცა გოგონები ყველანი გასულები არიან და კარგ დროს ატარებენ, ჩაალაგა ვარგი და წამოვიდა და ამის გამო სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა შემდეგ პატარზალი ვინც იყო თავის მეგობართან და ძალიან გულდაწყვეტილი ყვებოდა თავის ისტორიას. ვეღარ ვიპოვე სამწუხაროდ ეს ვიდეო მე მგონი წაშალა, იმიტომ რომ სავარაუდოდ მოყვებოდა ამას შემიძლია წარმოვიდგინო სამეგობრო წრეში შემდეგ ძალიან ცუდი რეაქცია და ვისმენ კიდეც ბევრი საუბრობს კიდეც კომენტარების სექციაში რომ იცი რა მაშინ უწახვალ. იცი რა მაშინ ვარი უთხარი. იცი რა მაშინ არ გინდა, არ არის აუცილებელი. ეს ადამიანები რეალურ ცხოვრებას არიან მოწყვეტილები. მსგავსი საუბრის და მსგავსი დიალოგის ქონა შენს ახლო მეგობართან, ასეთი მარტივი თემა არ არის. ეს ტელეფონს რო აწკაპუნებ TikTok-ზე და უთავმოყარეო კომენტარებს ტოვებ, სადაც გაგიხარდება ყველგან, იმიტომ რომ შენს სახეს ვერავინ ხედავს და სახლში დივანზე ხარ წამოგორებული და არავინ მოგაკითხავს და პასუხს არავინ მოგთხოვს შენი უაზრო და უადგილო კომენტარების გამო. ამ ადამიანს მგონი გონიათ რომ რეალურ ცხოვრებაში პირისპირ უზიხარ ადამიანს, მაშინაც ესე არის. ეს საუბარი რომ აი ის როლი ჰაერში რაც გაგიხარდება და პასუხს არავინ მოგთხოვს და არ დაგიბრუნებს უკვე პასუხს არავინ. არ არის ესეთი მარტივი, როცა წლებია მეგობრობ ადამიანთან, ოჯახები იცნობენ ერთმანეთს, შეიძლება ახლოს ცხოვრობთ ერთმანეთთან, ერთად მუშაობთ, ერთი სამეგობრო წრე გყავთ, შეიძლება ერთი სანათლისაო წრე გყავთ და ყოველდღე უნდა ნახო შემდეგ ამ ქორწილის შემდეგ ცხოვრება ხო გრძელდება. ყოველდღე უნდა ნახო ეს ადამიანი შემდეგ წლების განმავლობაში, აი ეს დიალოგი რომ იცი რა მესმის რომ შენ გინდა რომ აქ წახვიდე და ეს გააკეთო და ასეთი კაბა მეცვას და ესეთი თაიგული მეჭიროს ხელში და აქ წამოვიდე შენთან ერთად, მაგრამ მე ფინანსურად ეს ყველაფერი არ შემიძლია. ამისი თქმა ხმამაღლა ასე მარტივი არ არის. ამ ყველაფერზე საუბარი ხმამაღლა ასე მარტივი არ არის. არ ვიცი რატო გონიათ ამ ადამიანს. იცი რა, ადიქიდან ვარი უთხარი. ან რეალური ცხოვრება არ უცხოვრიათ, ან რეალური მეგობრები არ ყავთ, ან რეალურ ურთიერთობებში არ ყოფილან და მართლა TikTok-ია მთელი მათი ცხოვრება. არ ვიცი ვერ გეტყვით, მაგრამ ამ დიალოგის ქონა ასე მარტივი არ არის. 3 თუ 4 დღით სადღაც მაიამი იქნება თუ ლოს-ანჯელესი იქნება, არ ვიცი, ამერიკელი კონტენტ კრეატორები და ჩვენ ერთად შესაბამისად ხარ. მოდით ამერიკული ქალაქები ავიღოთ, იქ წასვლა ხდება აუცილებელი. ანუ ადამიანებს მათ გარშემო მყოფი ადამიანების ფინანსურ შესაძლებლობებზე არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. თუ ავტომატურად მოითხოვება, რომ ყველაფერს იზავს ისა თირკმელს ჩააბარებს. მაგრამ შენს ბაჩელორეთ პარტის როგორ გამოაკლდება, შენ დაქალია და ნუ ავტომატურად იგულისხმება, რომ ყველაფერს იზავს რო იქნოს. შეიძლება შემდეგ თვეში ქირა ვერ გადაიხადოს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა უკვე. და რამდენად არის ახლა სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ეს ყველაფერი, რომ იქ შეგეძლოს ამ ყველაფრის ჩვენება, გეტყვით, რომ აი ახალი თემა არის, კონტენტის ახალი იდეა არის, რომ მოწოდება ეს გოგონები, რომლებსაც გამოუვიდათ და ბრენდებმა უფასო პროდუქტები გაუგზავნეს მათი წვეულებებისთვის, წინასაქორწინო წვეულებებისთვის, მოუწოდებენ სხვა გოგონებსაც, რომ იგივე გააკეთონ. აი, სპეციალურად აჩვენებენ PR-ის პროდუქტებს, თვითონ რა მიიღეს ბრენდებისგან უფასოდ, მოწოდებით, რომ იცი რა, გააგზავნეთ, მიწერეთ ბრენდებს და სთხოვეთ, რომ გამოგზავნონ თქვენი წვეულებისთვის უფასო პროდუქტები.
აი აქ ეს გოგონა ამ ვიდეოში ზუსტად გვიხსნის, რომელ ბრენდებს უნდა მისწერო და სთხოვო, რომ უფასო პროდუქტები გამოგიგზავნონ, იმიტომ რომ თხოვდები. You want a list of brand emails? You got it. In case you're new here, I'm emailing about 100 brands asking for bridal PR for my bachelorette party. I gave you my template, so now here are all the emails of all the companies that I have emailed so far. ანუ ბოდიში რომ წყვეტ ვიდეოს, უბრალოდ მე მავიწყდება ხოლმე რაღაცების და არ ვთვლი ავტომატურად რომ მაინდა-მაინც ინგლისურად უნდა გაიგოს ხოლმე, რომ ქართულ ენოვან არხს უყურებთ და შესაბამისად წუხარ თუ გაწუხებთ ის თემა რომ წყვეტ ხოლმე ვიდეოებს და კომენტარს ვაკეთებ, უბრალოდ ვთვლი რომ საჭირო ადამიანებისთვის რომ მათ შეიძლება ზუსტად ვერ გაიგონ რაზეა საუბარი. ანუ ვიდეოს იწყებს იმ თემით, რომ 100-ზე მეტ ბრენდს წერს და სთხოვს, რომ უფასო პროდუქტები გამოგზავნონ და ეხლა თქვენც მოგიწოდებთ, რომ და გასწავლით როგორ უნდა მისწეროთ ამ ბრენდებს და სად უნდა მისწეროთ და ასე შემდეგ. Let's start with the ones that just have a contact form on their website. Getting out of the way in 3, 2. Did you get it? Okay, page 1, screenshot, ready? And in case I forgot to mention, make sure that you're pressing down on the screen and hit clear display so you can get everything. On to page 2. Okay, page 2, here we go. And for page 3, here we go. Okay, did you get them all? So far, I've gotten a few no's, a few discount codes, and a couple of yeses, which I'm really excited about, and I cannot wait to show you. And if there's someone not on my list that you think that I should also message, let me know, and I'll send them an email. This is kind of fun. ანუ ზოგმა კი უთხრა, ზოგმა მარტო დისკაუნტის ფასდაკლების კოდი მისცა, რომ ფასდაკლებით შეგიძლიათ ჩვენთან პროდუქტები შევუკეთო, ვერ გამოგიგზავნით უფასო პროდუქტებს და კიდე ბოლოში რომ თუ გამომრჩა რომელიმე ბრენდიო და კიდე იცით რაღაცა ბრენდი რასაც შეიძლება რომ მივწერო, ეგეც გამიზიარეთ. აი ეს გოგონა კიდე უფრო შორს წავიდა, Excel-ის ცხრილი აქვს შედგენილი ბრენდების ჩამონათვალით, ვის მიწერა და ვინ რა უპასუხა და სამწუხაროდ გვიზიარებს, რომ ბრენდებს პროდუქტები აღარ აქვთ. ბრენდებს უფასო PR-ში გასაგზავნი პროდუქტები აღარ აქვთ. იმდენმა ადამიანმა მიწერა და ბრენდებს და იმდენი პროდუქტები დააგზავნეს უფასოდ ამ წინა საქორწინო წვეულებებისთვის და ბოქსებისთვის და ასე შემდეგ, რომ უკვე ვარსეუბნებიან კრეატორებს და გოგო გვიხსნის ახლა სიტუაცია. If you've seen the Bachelorette PR unboxings, don't even waste your time because I wasted my time emailing about 100 companies, so you don't have to. So basically, moral of the story is if you were not one of the early adopters of this, so like 6 to 9 months ago, they have run out of product. Like the requests from all of these companies from this TikTok trend have been so high, they do not have any more product to give. Instagram, don't even waste your time DMing companies on Instagram. They respond best to email. And if you just want to cut to the chase and not waste your time, go ahead and try emailing the 4 companies that I have in green, and those are the ones that are giving out products. აზრი აღარ აქვს ბრენდებისთვის მიწერასო, და რომ აღარ აგზავნიან პროდუქტებს, 4 ბრენდი იყო დარჩენილი მწვანეში, რაც იყო უკან ცხრილში, რომელმაც უთხრა, რომ გავგზავნეს პროდუქტებს და კიდე აქვთ PR-ისთვის უფასო პროდუქტები დარჩენილი და თუ მაინდა-მაინც თქვენს გიზიარებთო და გამოიყენეთ და მიწერეთ მაგ ბრენდებსო, ანუ თუ ადრე არ მიწერე და თავიდან რო ეს ტრენდი დაიწყო, სადღაც 6 თუ 9 თვის წინ დაწყებულა თურმე ეს ტრენდი. ეხა თუ მოხვედით გონს და ეხა თქვენს თუ მოგინდათ ამ ტრენდში მონაწილეობა, უკვე გვიანია. და ნუ ყველას არ შეუძლია რომ ესე მსუბუქად მიიღოს ეს თემა რომ ბრენდებს პროდუქტები აღარ აქვთ და უფასო პროდუქტებს აღარ უგზავნიან, იმიტომ რომ გათხოვება გადაწყვიტე. და აი ეს არის მაგალითად Stitch ვიდეოა, ანუ სხვა კრეატორის ვიდეოა, იმიტომ რომ მე თვითონ თავისი ვიდეო რა თქმა უნდა წაშალა რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგრამ მილიონჯერ მithქვამს და ვიმეორებ, ინტერნეტში არასდროს არაფერი არ იკარგება. ეს არის ვიდეო გოგონასი, რომელიც თავისი მისაღები ოთახის იატაკზე ზის და ტირის იმიტომ რომ ბრენდებმა პროდუქტები გაგვგზავნეს. So many good brands here, right? What else did you? I don't know. I was like expecting to see it. That was the big yellow box? Yeah, my like out of pocket. Oh my god, you guys, I just opened a bunch of free stuff and I'm literally shaking. No, because they didn't even send me the 24-karat Labubu Sydney Sweeney Crumble Cookies sunscreen. You guys will never understand how hard it is to be a micro-influencer. Okay, so the satira იყო ახლა ბოლოში, მაგრამ ტიროდა იმის გამო, რომ ის რასაც ელოდებოდა, ის ვერ მიიღო, ანუ თუ შეხედავთ ახლა მის გარშემო სუპერ ბოქსებია, სულ გახსნილი ბოქსებია, ყველა მხარეს, მაგრამ ის რაც უნდოდა, ის ვერ მიიღო. რომელიღაცა ბრენდი იყო როგორც ჩანს, რასაც ალბათ ძალიან პოპულარული და ყველას ჰქონდა და მასაც უნდოდა რა თქმა უნდა რომ ქონოდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო სხვებს ვადარებთ ხოლმე ჩვენს თავს ინტერნეტში. და სამწუხაროდ ის ვერ მიიღო, არ გაუგზავნეს და ძალიან საინტერესო ტექსტი წინადადება თქვა თუ დააგვერს. ეხლა რა ვქნაო, ისა ჩემი ჯიბიდან უნდა ვიყიდო? რა ვიცი, გოგონი, შენი ქორწილია. შენ გადაწყვიტე რომ მაინდა-მაინც შენს მეჯვარეებს სასაჩუქრე ბოქსები უნდა გაუკეთო და
უნდა იყიდო მაშინ არა? Nix-ის და Maybelline-ის და L'Oreal-ის იმედზე თხოვდები? მეგობრებო, გაგიკვირდებათ და უშუალოდ ქორწილამდე მოვედით. ვიცი, დიდხანს ველოდით ამ მომენტს და აი, მოვედით იქამდე, რომ უშუალოდ ცერემონიამდე მოვედით, უშუალოდ ქორწილის დღემდე მოვედით, უშუალოდ ქორწილის ხარჯებზე და უშუალოდ ქორწილის ფასებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ის ასობით და ათასობით დოლარი, რაც აქამდე ვახსენეთ მეჯვარეების მხრიდან, პატარძლის მხრიდან. სიძეს არავინ არ ახსენებს ესა, იგენი არსად ეკალთ თანახმარია საერთოდ. მოვედით იქამდე, რომ უშუალოდ ქორწილის ხარჯების შესახებ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. და ეს საინტერესო ვიდეოა, ეს გოგონა გვიზიარებს თავის პარტნიორთან ერთად, სხვათა შორის ამ შემთხვევაში გამოჩნდა პარტნიორიც, ხარჯები, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუ უნდათ რომ ისეთი ქორწილი გქონდეთ, როგორიც წარმოუდგენიათ მათ. So what's your take? Weddings are a scam. Why? Because you'll go into debt. Did you know that the average wedding costs $35,000 and it's far worse in the hotspots too? და გავწყობა ეს ვიდეოს რამოდენიმეჯერ. ანუ საშუალო ფასი ქორწილის, ეს ამერიკა როგორც ვიცი, ქალაქები რაც იყო ჩამოთვლილი, ამერიკული ქალაქები იყო ჩამოთვლილი, არის $35,000. ეს არის აი რო დაგუგლავ და ფასს ამოგიგდებს. ანუ შენ თუ შენს თავს გინდა და შენ სიტუაციას მოარგო, რომ საერთოდ ორჯერ და სამჯერ მეტი გიჩდება. აი ძალიან ზოგადი, ძალიან საჯარო არის $35,000. But Chloe, just stay within your budget. That's not how this game works. 56% of newlyweds actually take on debt just for their weddings. 56% ადამიანების, რომლებიც ქორწილს გეგმავენ, ტრადიციებენ, ვალსირებენ, იმიტომ რომ ამ $35,000-ში ვერ ეტევიან. ანუ წარმოდგენა დაგეგმილი ქონდათ $35,000 და აღარ ყოფნით ბიუჯეტი და ვალის აღება უწევთ ხარჯების დასაფარად. 56%. So Kevin and I were like, that's a no for us because our courthouse wedding was so good. But we're the oldest in our families, and we just knew how much it would mean to grandma and our families. So here we are, deep in the sheets, and the sticker shock is unbelievable. So what is the budget? We said $50K. Did we go over it? Yes. ამათმა გადაწყვეტეს, რომ $50,000 დახარჯვა შეეძლოთ ორივე მხრიდან, ანუ საერთო ქორწილი იყო რა თქმა უნდა და ნუ შეეძლოთ, რომ $50,000 დაიხარჯათ, მაგრამ ესეც არ იყოთ. ესეც არ იყო საკმარისი. Are we happy about that? No. But 45% of couples go over budget. 45% ნაწყვილები ზუსტად ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რომ ესე რაც გადაწყვეტეს ბიუჯეტი არ ყოფილით. ნუ შევა ვალს არ იღებენ 56%-ისგან განსხვავებით, მაგრამ ნუ 45%-ს წინასწარ რაც თქვეს ბიუჯეტი ის არ ყოფილით. So let's break that down. These are the categories. I'll show the final breakdown after the wedding because there can be unexpected costs. ესაა დაახლოებით კატეგორიები, რა კატეგორიებში იხარჯება ფული, ადგილი, ჩვენთან ზედმეტად რესტორანი ან დარბაზი, რასაც ვეძახით, ანუ დარბაზი, ადგილი, სადაც ქორწილი იგეგმება, ადამიანი, რომელიც გეგმავს ამ ყველაფერს და ხელმძღვანელობს ამ ქორწილს, ფოტო, ვიდეო, მოკლედ. ვიცით ხო ქორწილის კატეგორიები ხა, ყველა წალწალგეროს ჩამოგითხოვოთ. For example, the chairs that we're renting for people to sit on for 45 minutes cost $1,500. Dumbest thing ever. It also might rain, so we'll have to get umbrellas. სკამების დაქირავება. სკამები, ანუ ცერემონიალი რომ მიმდინარეობს, საკონცერტო ცერემონიალი რომ მიმდინარეობს, სკამები რომ დაეკირავებინათ, რომ ამ სტუმრები დამსხდარიყვნენ 45 წუთის განმავლობაში, მარტო ეს სკამები ღირს $1,500. And the markups. Oh, like a $10 bottle of wine is $50 at the venue. როცა სპეციალურ ადგილებში მიდიხარ და იქ ტარდება ეს ცერემონიალი, ანუ ეს სამოქალაქო ქორწილი რაც არის, ნუ იქ რა თქმა უნდა $10-იან ღვინოს $50 მოკრიდიან, იმიტომ რომ იმათ თქმა უნდა თავისი ფასები აქვს, როცა ესე სპეციალურ ადგილზე მიდიხარ. There's also cultural costs. For Taiwanese weddings, you have these backboards to send off guests, and these are $3K. You also have seeping, which are wedding snacks that you gift every single guest, and we were looking at around $5K. ნუ აქ გვიხსნის ახლა თვითონ ტაივანიდან არის და ტაივანური ქორწილისთვის რა არის კიდე მახასიათებელი დეტალები, რომლებიც კულტურული თემა არის და სტუმრებს საჩუქრები და ასეთ რაღაცეები, რაც მათი კულტურისთვის არის დამახასიათებელი და იქ რა დაუჭდათ ეს ამ დეტალების ჩამატება ქორწილში. And lastly, the mental cost. The other day, Kevin said, I think wedding planning is my entire personality now, and I hate that. So good. But we set our intentions on a wedding that we actually wanted. It is not cheap, but I think it's worth it. Ask me again after though. Have you seen any crazy wedding costs in your circles? Let me know. 56% წყვილების იღებენ კრედიტს და ვალს იმისთვის, რომ ქორწილის ხარჯების დაფარვა შეეძლოთ. ეხლა კიდე ერთ ვიდეოს გაჩვენებთ, სადაც პატარძალი, რომელსაც 2024-ში ჰქონდა ქორწილი, ზუსტად გვეუბნება რა დაუჭდა და ნუ ყველას ის უჭდება ქორწილი, რაც უჭდება, ხო? იქიდან გამომდინარე, რა წარმოდგენა გაქვს, რა გინდა, რა თქმა უნდა, ანუ ეგ არ არის აქ სასაუბრო თემა. არანაირად, რა თქმა უნდა, თუ გაქვს ფინანსური შესაძლებლობა ამისი და ვალს არ იღებ ამის გამო და ცხოვრების ახალ ეტაპს ვალით არ იწყებ ქორწილის გამო და გაქვს ამისი ფინანსური შესაძლებლობა საკუთარ თავზე უკეთესობის განებიბრებ. რა თქმა უნდა, იმას აკეთებ, რაც გინდა. 100%. ანუ სულად არასწორად არ გაიგოთ ეს ნაწილი ამ ვიდეოსი.
ყველა იმდენს ხარჯავს, რამდენიც შეუძლია. იდეაც ეგაა ზუსტად ქორწილის. უბრალოდ ერთი საინტერესო მომენტია ამ ვიდეოში და საინტერესო ჩანამატი იმ ტრადიციულ ხარჯებზე, რაზეც მაგალითად წინა კრეატორმა ისაუბრა. ეს მინდა რომ გამოვყო. Here's a budget breakdown of our main wedding costs for our May 2024 wedding in Southeast Queensland. This isn't a full budget but covers our biggest expenses to help you understand some costs of getting married. Our main expense was our beautiful venue, which was $21,000. ადგილი, შენობა, დარბაზი, ასე ვთქვათ, სადაც ჩატარდა ქორწილი, დაჯდა $21,000. For 80 people, which included canapes, entree and main, and a $4,000 bar tab, which covered the whole night. 80 ადამიანი იყო ქორწილში, 80 ადამიანი დაჯდა $21,000. Styling and stationery was $1,770, which included all of our big floral arrangements, candles, on the day stationery, and my DIY piece. ცერემონიალი სადაც ჩატარდა დეკო, ასე ვთქვათ, $1,770. Our celebrant was only $400 because he's a friend and colleague of mine. ვინც ცერემონიალი ჩაატარა ეს ადამიანი $400 დაჯდა და ეს ძალიან ბიუჯეტური იყო აღნიშნავ ვიდეოში, იმიტომ ჩვენი კოლეგა არისო, მე მგონი ესე ვთქვათ, კოლეგა და მეგობარია და მხოლოდ ამიტომ დაუჯდა $400. Makeup for myself, 3 bridesmaids and my mum was $1,300. ანუ მაკიაჟი მისთვის 3 მეჯვარე ყავდა და დედა. $1,300. Our bouquets were $800 for 4 bouquets and 4 buttonholes with white Colombian roses, which were done by a local florist. ბუკეტი $800. 4-ვესთვის, ანუ დედოფლისაც არა, მეჯვარეებსაც უჭერებთ ხოლმე ბუკეტი. ამაზე ვამბობდი, რომ ყველა პატარზალი არ იხდის ფულს ამაში. წინაზე ეს აღნიშნე, ზუსტად, ანუ კაბის ფასი, ბუკეტის ფასი, ბუკეტის არა. თაიგულის ფასი, ყველა პატარზალი თვითონ არ იხდის. ზოგიერთ შემთხვევაში მეჯვარემ თვითონ უნდა გადაიხადოს თავისი თაიგულის ფასი. Our accommodation, which was for the whole bridal party the night before and just us the night of the wedding, was $1,490. ეს ხამე სადაც გაატარეს თვითონ $1,400 მეტი დაუჯდა წინა ღამე და ქორწილის ღამე. Our photographer cost us $3,600, which was 9 hours plus a free engagement shoot. ფოტოგრაფი დაუჯდა $3,650. რატო ამახვილებ ახლა ამაზე ყურადღებას მიხვდებით ცოტა ხანში. ეს გავიაზროთ. სპეციალურად დაიქირავეს სპეციალისტი, ფოტოგრაფი, ადამიანი, რომელიც ფოტოებს, პროფესიონალურ ფოტოებს გადაიღებს რა პოზაშიც გინდა, სადაც გინდა და რამდენსაც გინდა. მთელი დღე არის იქ შენთვის. ამაში უკვე გადავიხადეთ $3,650. Videographer, we went cheap because we didn't know if we wanted one. This was $1,500 and our ვიდეოს ადამიანი. ვიდეოს ვინც იღებდა, ის ადამიანიც, რა თქმა უნდა, ცალკე იყო, ეს ფოტოგრაფთან არ არის კავშირში, $1,500 დაუჯდა ეს და როგორც აღნიშნეს, ძალიან ბიუჯეტურად. Content creator was $700 because I got raw footage only so I could edit everything myself. Content creator-ი $700. Content creator-ი დაიქირავეს ქორწილისთვის $700. Our DJ was $720. And yes, our wedding was worth every single cent. So let me know what else you want to see a cost breakdown of. იდეები მიეწოდებინა, ანუ კონტენტის იდეები მიეწოდებინა და დაეგეგმა, თქვათ, აქ დადექით, აქ გადაიღეთ ფოტო, აქ დადექით, აქ გადაიღეთ ვიდეო. ეს არის ტრენდი ამ წუთას, ამიტომ ეს ტრენდი ჩავწეროთ. ეს მუსიკა არის ახლა ტრენდული და ამ მუსიკაზე მოდით ეს ტრენდი ჩავწეროთ. ანუ ხო იცით, TikTok-ი და სოციალური მედია ზოგადად როგორ ფუნქციონირებს, ანუ ტრენდული მუსიკა არის, ტრენდული სიმღერა არის და ყველა იმაზე წერს. ტრენდული მოძრაობებია, რაღაცა ცეკვის მოძრაობები და ყველა იმას წერს და ამ კონტენტ კრეატორმა ზუსტად იცის ამ წუთას რა არის ტრენდული, რა არის მოდაში და რა უნდა ჩაწერო. ფოტოგრაფი ცალკე ყავს, რომელიც წესით ასევე იცის, კაი ფოტო სად და როგორ უნდა გადაიღოს. ვიდეოს ადამიანი ცალკე ყავს, რომელიც ასევე სავარაუდოდ არაჩვეულებრივად იცის. რავი, $1,500 თუ უხდი, ვიდეო როგორ გადაიღოს და როგორი ხარისხით და სად და როგორ და როგორად გამოჩნდება კარგი. წესით ეს ფოტოები და ეს ვიდეო შემდეგ შეგიძლია ასევე შენი სოციალური მედიისთვისაც გამოიყენო რა. ანუ სადღაც საერთო ჯამში თითქმის $5,000 შესახებ საუბრობთ და კონტენტ კრეატორი $700 ცალკე გჭირდება, რომ შენი სოციალური მედიისთვის კონტენტი დაგიგეგმოს და დაგეხმაროს მაგ ყველაფრის ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია და მე არ ვიცი თუ ახალი ამბავია და მაგიტო არ ვიცი თუ მე ძალიან გოიმი ვარ და რა თქმა უნდა გავდეს კონტენტ კრეატორი. ქორწილში აბაშენ რა იცი ახლა რომელ ტრენდულ მუსიკაზე უნდა იცეკო რომ მე მისი გამოქვეყნება შეძლო შენი ქორწილიდან სოციალურ მედიაში. ხო რა ხდება გამაგებითად რა კონტენტ კრეატორი ეს ახალი პროფესია შეიქმნა. ანუ თან თემა რა არის რომ მიგუწერია თვეების წინ დავჯავშნი ხო თვეების წინ დაუჯავშნია ეს კონტენტ კრეატორი და იმიტომ გადავიხადე $700. ეგ ფასები ხა იგივე არ იქნება სრულ წარმოდგენა არ შეგექმნათ. ანუ $700 ჩვენ
ძალიან ბიუჯეტური რაღაცის შესახებ საუბრობთ, თვეების წინ დაჯავშნა მოასწრო და ამიტომ დაუჭდა ესეთი თქვენ ყავდათ კონტენტ კრეატორი ქორწილში. ან თუ ახლა გეგმავთ ვიცი რომ შემოდგომა ეხა ქორწილების სეზონია. კარგად დაემთხვა ეს ვიდეო. ეს შემოდგომა ეხა ქორწილების სეზონია და როგორ არის საქმე კონტენტ კრეატორების დაჯავშნა ხوار დაგავწდათ. ახლა გვიანია უკვე ისედაც ამ სეზონზე ისე მოგიწევთ თქვენით მოიფიქროთ და გადაწყვიტოთ რომელ ტრენდულ მუსიკაზე უნდა იცეკვოთ, მაგრამ მათთვის ვინც შემდეგი წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ქორწილდებით არ გამოგრჩეთ მეგობრებო, ტრენდებს არ ჩამორჩეთ. კონტენტ კრეატორები დაჯავშნეთ თავის დროზე. ხო უყურებთ $700-ზე რა ამბავია ატეხილი. მოგიწევთ მე $1200 გადახდა და არ მინდა ახლა აქ ცრემლიანი სახეები. აი ესა ძალიან საინტერესო ვიდეო. ეს კონტენტ კრეატორი საუბრობს იმის შესახებ, მისი ქორწილი რა დაჭდა. ტრანსპარენტულად გვესაუბრება ფასების, ხარჯების შესახებ და თავიდანვე ამბობს, რომ არ უნდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დაინახა რომ სხვები საუბრობენ და გადაწყვიტა რომ თვითონაც ისაუბრებს, იმიტომ რომ ჯერ ფიქრობდა რომ უხერხული ამაზე საუბარი, მაგრამ სხვები იმდენს ხარჯავენ, რომ მისი ხარჯები აღარ ეჩვენება სამარცხვინოდ თუ მოსარიდებლად თუ როგორც. აი ამას გვიგეთებს სოციალური მედია. აი ამას გვიგეთებს სხვებისთვის თავის შედარება. რომ იმას 3000 დახარჯა და მე რო 1500 დავხარჯო იმასთან შედარებით ცოტა დამიხარჯოს. აი ზუსტად ამაზე ეს ვიდეო. Get into it. So it took a lot for me to even muster up the courage to make this video because a lot of the times I even find myself thinking you're paying how much for what? But I saw some other comments from other girls in other videos about how much they're paying for their wedding and I don't feel as guilty anymore, so let's go. So here's what I'm spending on my major vendors for my June 2025 wedding in Southern California for a guest count of 200. 2025 წელს ეხა ზაფხულში ქონა ქორწილი და 200 სტუმარი ყავდა. Venue, food and bar, these are all lumped together, $46,000 for that. Planner, about $3,000. Photographer, $5,600. Videographer, $4,800. Content creator, $850. გითხარით მე თქვენ $700-იან კონტენტ კრეატორებს ერთი ამბავი იქნება ტეხილი თქო? $850-ზე არის ასული. $850 დაუჭდა. გათხოვება გინდათ და ასეთ რაღაცებზე ფიქრი არა, მე არ ვიცი რა. All of the other little things that go into planning a wedding, all in, we are going to end up spending $90,000 to $100,000. საერთო ჯამში 90-დან $100,000-მდე ადიან. და ამ თემაზე სხვათა შორის Instagram-ზე გესაუბრეთ, ეს ვიდეო ეხლა რასაც გაჩვენებთ, რამოდენიმე თვის წინ ვნახე და ესეთი შოკი მქონდა, რომ მაშინვე ჩავწერე Instagram-ს ვიდეო და იქ გესაუბრეთ უკვე ამ თემის შესახებ, აი ამ პოდკასტის და ამ ვიდეოს შესახებ საუბრობდი იმ ვიდეოში არ მიჩვენებია. და ეხლა კიდევ ერთხელ მინდა რომ ამ თემას რა თქმა უნდა შევეხო, იმიტომ რომ ხო დაინახეთ რა ფასების შესახებ საუბრობთ და ნახეთ რომ 55% ბიუჯეტს ცდება, 56% ვალებს იღებს, ну ძიმე მდგომარეობა. და ეხლა კონტენტის თემა, კონტენტის შექმნის თემა და იდეა კიდევ ერთი TikTok-ზე არის ის, რომ ასწავლო, აჩვენო ამ წყვილებს, რომლებიც ქორწილს გეგმავენ, როგორ შეიძლება რომ ფული იშოვო ქორწილისთვის. რა გზები არსებობს, რომ ქორწილის ხარჯები დაფარო და რამოდენიმე საინტერესო იდეა აქვს ამ გოგოს მოვსმოთ. The different ways that you can look at paying for your wedding, you can take out a loan. Vali. You can open up a credit card. Credit baratis gachsna. One of my favorite suggestions to couples, and I don't know how many actually take this up, but it is picking up a second job. If you do not want to go into marriage with additional debt, go get a part-time job as a barista at Starbucks. Go do DoorDash, go do Uber Eats. არ მოგესმათ. ანუ პირველ მეორე შემოთავაზება იყო, რომ თუ არ გინდა, რომ ახალი ოჯახი ვალებით დაიწყო, წადი და დამატებით სამსახური იშოვე. Starbucks-ში ბარისტად, delivery კურიერად. დაიწყე დამატებით, ანუ ორშაბათიდან პარასკევს ჩათვლით სავარაუდოდ ხომ მუშაობ. ახლა შაბათ-კვირას სახლში ხوار წამოწვევი და ხوار დაისვენი. ქორწილი გაქვს გადასახდელი, აგერ შენი მეჯვარეებისთვის $90 ჯოუმელოუნის უნდა მოგაქვს საყიდელი. დავისით ხوار მოგვარდება ყველაფერი. წადი ბატონო და მეორე სამსახური შეგიძლია იშოვო, დამატებითი სამსახური და იქ რასაც იშოვი, იმ ფულს გადადებ სპეციალურად ქორწილის ხარჯების დასაწყისად. Go donate plasma. Plasma pays a lot. Did you donate Have you ever plasma? done that? Yes, I've donated plasma. I've thought about it when I was like super broke. And then I was like, wait, I don't know if this is, not that it's not legitimate, but I was like, oh my God, am I really going to do this? But yes, I've donated plasma. I'm here for It's not for the weak. It is. Because don't you have to be there like for a long time?
Or how long? The first time, it's a forever process because you have to go through all these health checks. Oh, right. After that, it's like in and out. It maybe takes 40 minutes. It depends. As long as you're hydrated, your blood will pump faster. If you're not hydrated, you will feel like absolute garbage. Oh, so, I bet. yes, I've donated plasma. It pays very well. I do not currently. It's been a long time since I've donated plasma, but that is a very easy option. ანუ პლაზმა ჩაბთან რამდენჯერმე აქვს პლაზმა ჩანაბარები? იმიტომ რომ პირველ ჯერზე არისო, რომ დრო სჭირდება ყველაფერს, იმიტომ რომ მთელი ამ ჯანმრთელობის ჩეკ უნდა გაიარო, რომ ჯანმრთელი ხარ და გაქვს უფლება რომ პლაზმა ჩააბარო. მაგის მერეო შედიხარ და ზუსტად ესე თქვა, შედიხარ და გამოდიხარ 40-45 წუთი გრძელდება, მერე უკვე მე-3, მე-4 მიათეთ პლაზმის ჩაბარება, რომ ქორწილი გადაიხადო. As long as your health provider approves it. Yeah. We are not medical experts. Exactly. We're not telling everybody to We're go not, donate so- plasma. ხო, სამედიცინო ექსპერტები არა ვართო და თუ შენი ექიმი გაძლევს უფლებას მაგ შემთხვევაში კიო. იმას არ ვამბობთ, რომ კრედიტ ბარათი გახსენი და ვალი აიღე, არც ფინანსური ექსპერტები არა ვართ და ჩვენს რჩევას მიიღებთ პირდაპირ. მაგას ანუ valis აღება, კრედიტის აღება, კრედიტ ბარათის გახსნა მანდ ხმამაღლა ვლაპარაკობთ. ეს ლეგალური რანაირად არის, რომ პოდკასტის ფორმატით ზის ვიღაცა და ასობით თუ ათასობით გამომწერს ელაპარაკება ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ახლა ემზადებიან ქორწილისთვის და ამდენი რაღაცა აქვთ ნანახი, ახლა რაც გამოვიარეთ და ვნახეთ და ერთი სული აქვთ თვითონ როდის შეძლებენ რაღაცა მსგავსის გაკეთებას და ყველაფერზე არიან წამსვლელი იმისთვის, რომ ამ ტრენდში მიიღონ მონაწილეობა და თვითონაც შეძლონ თავიანთ ქორწილში რაღაცა მსგავსის გაკეთება და არ ჩამორჩენ და არ გამორჩენ ამ ყველაფერს. და აქ სხედვართ და ვეუბნებით, რომ ან კრედიტ ბარათი გახსენი, ვალი, არ ვიცი, რაღაცა ჩააბარე, სისხლი, პლაზმა, დირკველი. ეს ლეგალური რანაირად შეიძლება რომ ეს ინტერნეტში თავისუფლად დევსესები, თუმცა არაფერი. აქამდე რანაირად მოვედით. როგორც საზოგადოება, ევოლუციის რა ეტაპზე წავიდა საქმე ცუდად, ანუ ამ ევოლუციის მუდმივი განვითარების რა ეტაპზე მოხდა ეს, რომ 200 კაცი რო ვახშამზე დაპატიჟო, მაგისთვის პლაზმის ჩაბარება არის რჩევა, რომელსაც საჯაროდ ინტერნეტში ვიცლები. ვიცი რომ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, როცა ქორწილს ეხება საქმე, ყველას თავისი ოცნებები აქვს შეიძლება პატარაობის ასაკიდან, ყველა განსხვავებულად ფიქრობს ამ დღეზე, ყველასთვის სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს ქორწილი. ვიღაცისთვის უბრალოდ უახლოეს ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ამ დღეს აღნიშნა საკმარისი მეტია. ვიღაცისთვის ეს 200 თუ 300 კაციანი ქორწილი უნდა იყოს, სხვანაირად ვერ წარმოუდგენია. ვიღაცისთვის საერთოდ არ არსებობს თემა ქორწილი და უბრალოდ წახვედი და ხელი მოაწერე, საკმარისი მეტია. ყველა განსხვავებულად უყურებს ამ თემას და 100%-ით მესმის ეს, როგორც ის თემა არის ძალიან მარტივად გასაგები, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა ადამიანი თავისებურად ცხოვრობს თავის პირად ცხოვრებას, იგივე თემა ეხება, რა თქმა უნდა, ქორწილების დაგეგმასაც ამაში გასაკვირი და დასაძრახი, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. როცა საჯაროდ გამოვდივართ და ამ ყველაფერს აფიშირებას ვუკეთებთ როგორც ნორმალურს, როგორც ჩვეულებრივს, როგორც სტანდარტს, ეს არის ჩემი პრობლემა. და არა ვიღაცის ქორწილი, რა თქმა უნდა, არა. არაფერი მაქვს ქორწილების საწინააღმდეგო, ნუ სხვისი ქორწილების. ჩემი ქორწილის რა გითხრათ ეგ? თუ ოდესმე მაგ იდეამდე მივალ, რომ ეგ ნაბიჯი განავგა. დიდი კითხვის ნიშანი დავსვათ მანდ. არც მე წარმომიდგენია, რომ ეს არის ძალიან ინტიმური რაღაცა, რომელსაც უახლოეს ადამიანებთან იზიარებ. მე ეს წარმოდგენა მაქვს, ალბათ აქედან გამომდინარე მარტივი მისახვედრია ამ რაღაცებზე მსგავსი რეაქცია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემთვის ქორწილი აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან ასოცირდება ვიდრე იმ ყველაფერთან. ეხლა ანუ არ ვიცი, მე წარმოგიდგენთ, თუნდაც აი ეს საჩუქრების თემაც რო გადმოვიტანოთ, არ ვიცი. კი რა თქმა უნდა შეიძლება რომ შენს მეჯვარე შენს უახლოეს მეგობარს დაქალს რაღაცა მადლობის ნიშნად, რომ ამ დღეს შენს გვერდით დგას. რა თქმა უნდა რაღაცა აჩქო, რადგანაც არა, თუნდაც მისი აი ფავორიტი სუნამო, ან რაღაცა ისეთი, რაც იცი რომ ძალიან უყვარს, ან თქვენი საერთო ისტორიიდან, მეგობრობიდან გამომდინარე, თქვენ ორისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ თქვენ ორმა იცით, რომ აი ძალიან უყვარს და ძალიან გაახარებს და აი ამ დღეს და შენს ქორწილს და ამ თარიღს დაუკავშირდება. ეგ შემიძლია წარმოვიდგინოთ. არა აი ეს უაზრობა, რომ თავზე ტელეფონი გადგას და ყველაფერს იცენ, რომ ვიღაცას რაღაცა აჩუქე. ეგ ანუ ოკეი. მაგრამ აი რაღაცა გამორჩეული და განსაკუთრებული. აიცით რას გირჩევთ თუ ქორწინდებით? ჩემი იდეა შემრჩევა რა იქნება, მე როგორ წარმომიდგენია ეს. იყიდეთ მოძებნეთ სუნამო, ზოგადად გაგიკვირდება და სუნამოები ჩემთვის არის ძალიან ინტიმური თემა, რომელიც ყოველთვის მოგონებებთან და ადამიანებთან ასოცირდება. როცა რაღაცა ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა ახალი სამსახური, უნივერსიტეტის დამთავრება, ანუ რაღაცა ამ რაღაცა მომენტისთვის, ამ რაღაცა ივენთისთვის მიყვარს სუნამო შეძენა. რომ ის სუნამო
ის არომატი შემდეგ ყოველთვის ასოცირდება ან კონკრეტულ ადამიანებთან, ან კონკრეტულ შემთხვევებთან. ამიტომ შემიძლია გირჩიოთ, რომ შეიძინეთ იპოვეთ რაღაცა გამორჩეული განსხვავებული სუნამო თქვენი ქორწილისთვის, თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვისაც. ორიον გააკეთეთ. ფასს არანაირი მნიშვნელობა. ჯოუმელოუნი არ არის აუცილებელი, ან რეპლიკა რო იყოს, არანაირი. დაწერა გააკეთებინეთ ზედ თქვენი სახელებით, თქვენი ქორწინების თარიღით. და ეს იყოს სუნამო რაღაცა გამორჩეული, რომელსაც ოჯახისთვის მნიშვნელოვან სიტუაციებში მიიბგურებთ. აი ისე თუ გადაწყვეტთ, რომ შვილები გყავდეთ, თქვენ შვილებსაც კი რო ახსოვდეთ, რომ აი ეს დედა სუნამოა, მისი ქორწილის არომატია და მხოლოდ გამორჩეულ სიტუაციებში ასხია ხოლმე და ამით აი ხო ხდებს რასო, აი რაღაცა გამორჩეულ არომატთან რო იყოს დაკავშირებული და სულ გქონდეთ მე ის ერთი ბოთლი, ერთი ფლაკონი პარფუმი თქვენს და თქვენს პარტნიორსაც. აი ჩემთვის ქორწილი როგორც ივენთი აი ესეთ დეტალებთან ასოცირდება, ამიტომ ძალიან მკაცრადაც გამშით, როცა ცოტა მკაცრი რეაქციები მქონდა ამ რაღაცებზე, იმიტომ რომ მე 180 გრადუსით აბსოლუტურად სხვა მიმართულება ვარ, მაგრამ ნებისმიერ იდეას და ნებისმიერ მიმართულებას აქვს არსებობის უფლება, სანამ ამით სხვას ზიანს არ ვაყენებთ. ჩვენ ცხოვრებას ყველა ისე ვცხოვრობთ, როგორც ჩვენ გვინდა, სანამ სხვას ამით ზიანს არ ვაყენებთ. სანამ ინტერნეტში სერიოზული სახეებით არ ვსხედვართ და ადამიანებს არ მოვუწოდებთ, წადი კრედიტი გახსენი, წადი ვალი აიღე და წადი პლაზმა ჩაო. ეგ მავნებლობა. კარგით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. სიამოვნებით შემახმიანეთ კომენტარებში თქვენ როგორი ქორწილი გქონდათ. როდის იყო თქვენი ქორწილი? სეფის ქორწილი გქონდათ? დარბაზის ქორწილი გქონდათ? უბრალოდ ხელის მოწერის ცერემონიალი გქონდათ? სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი საქორწინო ისტორიები. მადლობა ღმერთს ამ არხზე აუდიტორიას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ თავისი აზრი კულტურულად დააფიქსიროს. სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე. თუ სხვა ვიდეოები გაინტერესებთ სოციალურ მედიასთან, ინტერნეტთან დაკავშირებით, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროს YouTube-ის ალგორითმიც შეერჩევს თქვენს ნახვებზე დაფწნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწროთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო!